მოგესალმებით ძვირფასო პეკატიველებო. მე გიგლავარ გობეჩეა, ჩემი საავტორო პროგრამით დიდი გარღვევა. და დღეს ჩემს სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, მაგრამ დიდი ხანია ჩვენს გადაცემაშიც და ჩვენს პროგრამაში და საერთოდაც არ გამოჩენილა, მაგრამ დღეს მან ცოტათი არ იყოს აღქმაც და არღვია, გარკვეული თვალსაზრისი და შევეხებით ისეთ თემას, რომელიც მე სულ ცოტა 20-30 წელია ვიცი, 20-25 წელია ვიცი, თქვათ ჩვენი მეგობრობის მანძილიდან მოყოლებული და მე მოწმე ვარ ამ თარიღებს იმიტომ ვამბობ, რომ თქვათ მთელი გარკვეული პერიოდი, როცა გამოდიოდა ჟურნალი პრეს პრემიერი, დიდებული ჟურნალი, ერთადერთი პროფილური საგამოძიებო მიმართულების ჟურნალი და უამრავი დიდი და მნიშვნელოვანი თემა აქვს ჩემს დღევანდელ სტუმარს წამოწეული იქ, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის გამოხმაურება, მღელვარება არ მოკლებია და ვთქვათ დიდი გულშემატკივრები ყავდა თავის დროზე. კეთი სესიაშვილია დღეს ჩემი სტუმარი, მოგესალმები კეთი. მოგესალმები ბატონო გიგლა, თუ გიგლა. თავად იცით, რა თქმა უნდა გიგლა. თავად იცით რომ კეთი ტელეკომპანია PKTV-ის დამაარსებელი და დირექტორი გახლავთ, გენერალური დირექტორი. თავის მეუღლესთან ერთად, მაგრამ მას ძალიან დიდი და მდიდარი ჟურნალისტური ბიოგრაფია აქვს. ცხადია, წარსული და ის იყო ყოველთვის უკომპრომისო და მებრძოლი. შეუპოვარი და მისი თავგადასავლები მეგონა რომ ასე ვთქვათ, ჟურნალისტური გამოძიებების მხრივ ვიცოდი, მაგრამ თურმე ბოლომდე არ მცოდნე და როცა მას წამოწდა რომ უკვე დადგა დრო ილაპარაკოს ამ თემებზე, მე რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდი თქვენთან ერთად, მოусმინოთ დღეს. მოგესალმები კეთი. კიდევ ერთხელ მოგესალმები და კიდევ ბევრჯერ მოგესალმები ჩემო გიგლა. გახსოვს სკოლის პერიოდში ჩვენ ერთი პერიოდი გავდიოდით მშთ-ს საგანს. ხა ეს ჩვენს ბევრმა მაყურებელმა ეს არც ის მზადვარშრომისა და თავდაცვისთვის ასე გვამზადებდნენ ნორმატივები ასე. ერთ კეთის მინდა ვკითხო, მზად ხარ ინტერვიუსთვის? იცი შენ წარმოიდგინე რომ მზად და გულახდილი ინტერვიუსთვის. მე თუ ვიტყვი რამეს გიგლა, შენ ხომ მიცნობ, მე აუცილებლად ვიტყვი სიმართლეს. მაშინ მოიმზადეთ ძალიან სერიოზული გარღვევისთვის სამი მიმართულებით. იმას ერთად გავარგო ზოგიერთ საკითხს, ეს არის ნარკოპოლიტიკა. ეს არის განათლების პრობლემა საქართველოში და ეს არის მედიის პრობლემა და უკვე ბოლო ხანებში როგორც იქნა ხელისუფლება მიხვდა იმას რომ მედიის რეფორმაა საჭირო, მე ამბობ რეგულირების თვალსაზრისით და რატომღაც იძახია რომ ბრიტანული მოდელი გვიშველის. მე თუ მგითხავთ არც ბრიტანული მოდელშია პანაცეა, არც ჩინურ მოდელში, არც ამერიკულში და არც ერთში. ქართული მოდელი უნდა იქნეს შემუშავებული. ხო მეთანხმები? ხო, მაგრამ ამაზე მერე. მოდი დავიწყოთ ნარკოპოლიტიკით, რომელიც შეიძლება ითქვას და მე მგონი დამეთანხმები, რომ აი შემზარავია. მარტო ერთ სტატისტიკას ვიტყვი, ამას წინათ წავიკითხე მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აი იმ კუთხეში, რომელსაც მე წარმოვადგენ სამეგრელოში, 75,000 ნარკო დამოკიდებული ადამიანია აღრიცხული. რა ადამიანია ახალგაზრდა, ის თაობა, რომელმაც შვილები უნდა გააჩინოს და გაუზარდოს სამშობლოს. სად ვართ? კოშმარში ვარ და ამ დროს გირჩი ჯაფარიძე და მეორე გირჩი ერთმანეთზე უარესი ორივე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვენ და აყვა კიდეც ამას ქვეყანა. ამ დროს პირიქით არის საჭირო სერიოზული გამკაცრება და სერიოზული მეტად საინტერესო არა გარედან თავს მოხვეული, არამედ სერიოზული რეფორმების გატარება ამ მიმართულებით საჭირო. კეთის სულ რაღაც 25 წელი თუ 20 წელია იმის შემდეგ, რაც პანკისის ხეობაში დაირხა პირველი ხმები და მე მახსოვს შენ როგორც გაზეთ ახალი ვერსიის სპეციალური ჟურნალისტი გამომძებელი იყავი იქ ჩასული და ძალიან კარგად მახსოვს ახალი ვერსიის პირველ გვერდზე დაბეჭდილი სამხედრო ფორმაში გამოწყებილი კეთი სესიაშვილი ავტომატით ხელში რომელიმაც როგორი გზებითია რაღაც მიხვეული თავისი შავი გზებით იმისი რა ქვია მკითხველის და კომაგების მხარდაჭერით რომ შეაღწიე ისეთ რეგიონში რომელიც კახათ არ გამაძეს ისე ქონდა ასე ვთქვათ გამოძეძგილი ქავრობა რომ კაცი ვერ შეაღწევდა
მერე მოგვიანებით კეთი ბარემ აქვე ვიტყვი მაგას ჩემი უზარმაზარ პატივისცემას აქედან დაუდასტურე ბატონ გელახუციშვილს რომელიც მე ნახავს ამ გადაცემას ბატონმა გელახუციშვილმა როცა ჩვენ გადაცემა ჩავწერეთ მას ამან დამიდასტურა რომ პანკიში ცოტა სხვა ბუდე იყო და ეს ჩინოვნიკები ეს პეტრიცის ქალიშვილები და ვიღაცები ყველა იყო იქ გასული და გასული ამ საქმეში დავიწყოთ პანკისის ხეობაში აი რასაც წააწყდი შენ და თქვენ ახლა ჩვენს ამ პატარა მაგიდაზე ხედავთ მის სხვადასხვა ნომერს პრესპრემიერს, ზოგიერთ შევეხებით და ზოგიერთ გაჩვენებთ მოზაიკისთვის, რა წვალებით და წამებით გამოდიოდა ეს ჟურნალი, როგორ ებრძოდნენ და როგორ დაუხურა სააკაშვილის რეჟიმმა. მაგრამ აქვე ვიტყვი, დავცინებ რა თქმა უნდა, ნაცების კომაგებს. ევროკავშირი არ აღშფოთებულა ამით. აი ესე მიახურა რა. ესე რო ვთქვათ, ძალიან მარტივ, მიახურა. მიშა ეგეთ ხოშზე იყო მაშინ და ნახავთ აქ რა გადაცემები აქ, მაგრამ იქ რა პუბლიკაციები ჰქონდა და როგორ იბრძოდა თავის დროს. დავიწყოთ ჩემო კარგო, გამიგრძელდა შესავალი, მაგრამ მე მგონი არა, კარგია რომ გაგიგრძელდა. მაყურებელს ეს ამბები, ეს ისტორია გავახსენეთ. კარგია რომ გაგიგრძელდა საუბარი, იმიტომ რომ მე თან თავში ვხარშავდი იმდენ ინფორმაციას, რომელიც ამოვიღო პირველი კითხვა და მისვი ნარკოპოლიტიკაზე და დავიწყებ ამით. ჩემთვის ეს თემა უკავშირდება პანკისის ხეობის იმ მძიმე სიტუაციას, რომელიც ხელოვნურად იქნა შექმნილი 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში და შესაძლოა ახლაც გრძელდება. შესაძლოა, თუმცა პანკისის ხეობის შემდეგ გადაინაცვლა ამ ამბებმა სხვადასხვა რეგიონში საქართველოსი, ანუ არ გამოტოვეს და ისე არ დატოვეს, რა თქმა უნდა, მწყრალად აფხაზეთი, არ დატოვეს მწყრალად მე ბჭყალებში ვიძახი ამას, აჭარა მწყრალად აი ამ სიტყვას და არ დატოვეს, რა თქმა უნდა, ცხინვალის რეგიონი, ანუ სამაჩაბლოს ხეობა, დიდი ლიახვის ხეობა და ასევე მიყვნა კიდევ სხვა საქართველოს სხვა კუთხეები, რომლის მიწები მარტო ახლა არ გაყიდულა. ახლა კიდე ამატებენ ამ მიწებს, თორე გაყიდული იყო, რაც მე პანკისის თემებზე დავიწყე მუშაობა და მანამდეც უკვე მე ამაზე ვწერდი ძალიან ბევრს, როგორ იყიდებოდა საქართველოში მიწები და რას ნიშნავდა ახლა ეს მიწების გაყიდვა და რას ნიშნავს ნარკოპოლიტიკა. ერთმანეთზე არის მიბმული. გიგლა, მე მინდა მაყურება სანამ ჩემს აი ამ თხრობას დავიწყებ, ცოტა ვღელავ, წარმოიდგინე, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს და მართლა ძალიან მიჭირს პირველად გამიჭირდა, წარმოიდგინე, რესპონდენტის როლში ყოფნა. ამიტომ ის გარეშე და უკეთესად გავარღვევთ გასარღვევს. კი ბატონო, და თან რა არის, იცი, მე როცა გადავწყვიტე რომ მე უნდა ვთქვა. დიახ. აი ეს რო გადაწყვიტე უკვე. მე ვიტყვი, რა თქმა უნდა, და ვიტყვი სიმართლეს. ახლა აქ ბიბლია არ მაქვს, ბუნებრივია ვერ დავიფიცებ ბიბლიაზე, ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ჯვარი მიკეთია და უფალი მიყურებს ზემოდან, ასე რომ მე რასაც ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს. შეიძლება ბევრი გამომაკლდეს ქრონომეტრაჟის გამო, მაგრამ ბევრისთვის მწარე იქნება ეს შემოძვირფასება, მაგრამ მოусმინოთ. ხო, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გიგლა გობეჩია გახლავთ, სწორედ აი ამ ჩემი უსაყვარლესი გამოცემის პრესპრემიერის ნათლია აი ამ სახელწოდების და პეკატივი, რომელსაც თქვენ ასე სიყვარულით უყურებთ, ზოგი ალბათ არ უყურებს სიყვარულით, მაგრამ მაინც ერთგულად უყურებს, იმიტომ რომ საინტერესო ინფორმაციებს ვიძლევით აქედან. ზოგს უყვარვარ, ზოგს არა, ახლა სიყვარულს ყველას ვერ მოთხოვ, მაგრამ ჩვენ მთავარია რომ სიმართლეს ვიძახით. და იმის გამო რომ პრესპრემიერი დიდმა მიშას სასამართლომ ცნო დამნაშავედ, მე რა თქმა უნდა დამნაშავე არ არის ისევე როგორც პეკატივი, ამიტომ პრესპრემიერი ვეღარ დავარქვი ტელევიზიას და დაერქვა პრეს კავკასია, რომელიც მოიცავს მთლიანად კავკასიას. ასე რომ ეს გიგლა ისევ დარჩა ნაწილობრივ ნათლია პეკატივისა, ანუ პრეს კავკასია ტელევიზიისა. დაუბრუნდეთ პანკის მადლობა. კი ბატონო, მე თვითონ მადლობა გიგლა, იმიტომ რომ ეს სტიმულია ყველაფერს. სახელწოდება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს სახელწოდებები, ეგრეთ წოდებული სათაურები ყიდიან,
უგვანო და უშინაარსო და საიზღარი სათაურები. ხო, მალც რა სახელსაც დაარქვევს, მიხედვით იცურებს. რა თქმა უნდა და დღეს კიდევ სათაურს დაარქმევენ, შინაარსი აბსოლუტურად სულ სხვა. საერთოდ არაფრის მთქმელი შინაარსი, მაგრამ სათაური იმისთან ამკვირალაა და თან საზიზღარი და გულის მომკვლელი რომ იქვე ინფარქტს მიიღებს ადამიანი. სამაგიეროდ ფულს იღებენ ამით, იმიტომ რომ დღეს ვალუტიზაცია ძალიან თან ციფრულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ დავიწყეთ პანკისით. ეს იყო 90-იანი წლების ბოლო, როდესაც მე პანკისში პირველად მოვხვდი როგორც ჟურნალისტი აი ამ მძიმე რეგიონში. ხელოვნურად შექმნილ მძიმე რეგიონში, თორე ეს ჩვეულებრივ კახეთია, ულამაზესი მხარე, ულამაზესი ხეობა, ულამაზესი ადამიანებით დასახლებული. და მე აქვე მინდა ვთქვა, რომ პანკისის ხეობის გამოძიებების შემდეგ გავარკვიე, რომ მე თურმე, სრულიად შემთხვევით გაირკვა, რომ მე თურმე ქისტი ინგუშის სისხლი მიდუხს ძარღვებში. ასე რომ ჩემთვის ეს ხეობა გარდა იმისა, რომ ჟურნალისტისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოს მკვიდრისთვის არის ძალიან სათაყვანებელი, ასევე როგორც აი იმ მხარის წარმომადგენლისაც, რომელიც სისხლიც აი ამ წუთას თქვი, მე ვარ ქართველიც და რაღაცა გარკვეული სისხლი მაქვს აი ეს ვაინახური. ასე რომ ჩემთვის ამ კუთხეს და ამ ხეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მიყვარხარ ჩემო ქისტებო, ძალიან მიყვარხარ პანკისის ხეობის მაცხოვრებლებო, ჩემო ქართველებო და საერთოდ ქართველებო. 90-იანი წლების ბოლოს მე შემხვდა ვიყავი კახეთში ჩასული ერთ-ერთ გამოძიებაზე და შემხვდა ბატონი ემზარ ქვა. ეს ნორმა დაცული გვაქვს ყველანაირად. კი ბატონო. და იგი გახლდათ ბაბუშერაში დაღუპული ჩემი ბიძაშვილის, რომელიც მუდმივად და მარად დარჩა 19 წლის გიორგი ციgrosvili. ბაბუშერას თვითმფრინავი რომ დაიწვა, სწორედ თავის მეგობრებთან, ემზართან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ბრუნდებოდა უკან, ახალი ნაოპერაციები ძაფებიც არ ქონდა ამოღებული, ანუ ის დაიჭრა ოჩამჩირეში და გამოიპარა საავადმყოფოდან და ბრუნდებოდა ისევ თავის მეგობრებთან. არადა მეგობრები აცდნენ, იმიტომ რომ ისინი გიორგის მოსანახულებლად ჩამოდიოდნენ თბილისში და მოკლედ ეს საუკეთესო მეგობრები გადარჩნენ იმით, რომ გიორგი ბაბუშერაში დაიწვა და ისინი თბილისში იყვნენ ჩამოსულები. როგორც კი გაარკვია, მაშინ დედა ცოცხალი მყავდა და როგორც კი გაარკვია, რომ იქ სადაც ვიყავით, იქ მოხდა ეს ემზარიც, პირველად იქ გავიცანი, ეს უკავშირდება პანკისის თემას და იმიტომ ყვები ამ ხელა შესავალს. რომ დედა მყავდა ციgrosvili, იკითხა რა თქმა უნდა გიორგი ციgrosvili, აღმოჩნდა რომ გიორგი დედაჩემის წყუპისცალი ძმის შვილი იყო და ემზარი მომიტრიალდა, გამეცნო და მითხრა, როგორც გიორგი იყო შენი ძმა, აი ესე ვიქნები მე ძმა და მე ვიქნები გიორგის ადგილას. ეს სიტყვები იყო ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი სიტყვები და მაშინ ემზარი მსახურობდა თუ არ ვცდები, ახლა არ მინდა შემეშალოს აი ეს ძალოვან სტრუქტურაში და როდესაც წამოვიდა პანკისის ხეობასთან დაკავშირებული აი ეს მძიმე ამბები, რომ თურმე ადამიანების გატაცება ხდება, თურმე რაღაცა აი ესეთი ცუდი ამბები ხდება, საზღარი ქისტები, როგორი შავი რეგიონია და აი ქისტები იტაცებენ ქართველებს და ანუ გაამძაფრეს რაღაცა საშინელი სურათი, მე მაშინ არ ვიცოდი რომ მე ჩემს სისხლში ერია ქისტური სისხლიც, ამას არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა, უბრალოდ მე სიამაყით ვთქვი და ჩემს ქისტებს აქედან კიდევ დიდი სიყვარულით მივესალმები და ესეთი რაღაცა რომ იყო, ემზარი დამიკავშირდა და მითხრა რომ უბრალოდ მე დავუკავშირდი და ვუთხარ შევახსენე რომ ის ჩემი ძმა იყო და თუ დამეხმარებოდა პანკისის თემაზე ინფორმაციების მოწოდებაში. მას ჰქონდა გარკვეული ინფორმაციები და ამიტომ ჟურნალისტებმა ვიცით ხო, ვის უნდა მივმართოთ ხოლმე და ემზარმა მითხრა რომ ის ვერ დამეხმარებოდა ესე ლეგალურად, იმიტომ რომ ლეგალურად ხდებოდა აი ეს ამბები, რაც ყველამ უკვე გავიგეთ, რომ საზღარი ქისტები, რომლებიც ქართველებს იტაცებდნენ. დანარჩენი არაფერი არ ვიცოდით და ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებდნენ.
კარგი, ნუ ერთადერთი მითხრა დაგეხმარები პანკისის ხეობაში ჩასვლაში. Იმიტომ რომ მაშინ პანკისი ერთხელ შენ სამომყევი პანკისში თუ გახსოვს თუ არა ჟურნალისტები იყვნენ ხო ჩემთან ერთად მაგასაც მოუყვები აუცილებლად იმიტომ რომ ეგეც სათქმელია და მომეხმარა ჩასვლაში პანკისის ხეობაში რა თქმა უნდა მისი ავტომობილით გადავადგილდით იმიტომ რომ შევსულიყავით სუფთა თეთრი გზებით შევედით ჩვეულებრივი მაშინ პანკისის ხეობა იყო დაკეტილი ანუ ბლოკპოსტები იყო იქ სოფელ მატანში და დუისი იყო ანუ პანკისის ხეობაში ყველაზე ახმეტის რაიონის სოფელი დუისი იყო ყველაზე მძიმე ვითარებაში ანუ რატომღაც აი ეს დუისი გახდა ცეცხლოვანი აი ცხელი წერტილი სადაც ადამიანების გატაცება ხდებოდა ქისტების მიერ ეს ასე არ იყო სინამდვილეში ქისტი არ იტაცებდა ადამიანების გატაცება იგეგმებოდა თბილისში და ამას გეგმავდა ცენტრალური მე საქართველოსზე ვიძახი ცენტრალური საგამოძიებო სტრუქტურები და ვხვდებით ახლა მაშინ მინისტრი იყო შს მინისტრი კახათ არგამაძე იუსტიციის მინისტრი გახლდათ ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თურმე პოლიტპატიმარია და ავადარი და ვივამეთში განკურნებას გადის, ალბათ სოდვებისგან, თორე მას არაფერი სასიკვდილო არ ჭირს და არანაირი ავადმყოფობა გარდა ტვინისა, ესეც ჩემისად პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მასზე ჩვენ რამდენიმე დღით ადრე მის გარდაცვალებამდე ბატონ ჯაბასთან ჩემ ჟურნალისტს ჰქონდა ინტერვიუ ჯაბა იოსელიანთან და მან თქვა რომ საგიჟეთში დაამთავრებდა სიცოცხლეს მიხეილ სააკაშვილი მე ვერ გეტყვით რამდენად საგიჟეთში მაგრამ ვივამეთში არავის არ უსურვებს სიკვდილს თუმცა მან ცოდვები უნდა გამოისყიდოს იმისათვის რომ სწორედ აი იქამდე მივედით როგორ ხდებოდა ახალგაზრდების გაუბედურება შეგნებულად და რის გამო ხდებოდა ახალგაზრდების გაუბედურება რომელი ტკივილიც დღემდე მოყვება და გენოფონდზე რო ვლაპარაკობთ მარტო ომებმა არ შეიწირა ჩვენი გენოფონდი აი ეს ტყვიებით ბრძოლამ არ შეიწირა ჩვენი გენოფონდი გენოფონდი გაუბედურა დააკნინა და მოსპო აი სწორედ აი ასეთმა ომმა რომელიც თითქოს უსისხლოა მაგრამ თეთრი სიკვდილი ქვია ეს ჩემი დარქმეული სახელი არ არის ეხლაც გუშინ თუ გუშინ 19 წლის ბიჭი წამოში გაიპარა და რამდენია დღე არ გავა რომ ეგეთი დღე არ გავა და არა მარტო ბიჭი ღმერთო ბიჭი კიდე რაღაცა თითქოს მოიაზრება რომ აი ბიჭი და აი გოგოები ძალიან ბევრი და დღეს რომ რუსთაველზე არიან შეკრებილები ესეც ჩემი მე არ ვარ იქ ნამყოფი იმიტომ რომ სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობა მაგერ უკვე მე-6 თვეა ძალიან შემიშალა ხელი იმაში რომ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩენილიყავ მაგრამ ნუ მე როგორც ჟურნალისტი ვფლობ გარკვეულ ინფორმაციებს და არა მარტო მე უკვე სოციქსელებიდან გახდა ცნობილი როგორი ღუპებიან ახალგაზრდები ამ წამლების კაიფში და თუ ცოცხლები რჩებიან ისინი უკვე ნახევრად მკვდრები არიან და იმათ გამრავლების უნარი აღარ აქვთ და ჩვენი საწუხარი და ტკივილი ეს არის მოკლედ პირველი ჩემი გამოძიება პანკისის ხეობიდან ეხებოდა ნარკოპოლიტიკას მე ძალიან მაინტერესებდა როგორ ხდებოდა ადამიანების გატაცება, სად იგეგმებოდა და რა შუაში იყო აქ ნარკოპოლიტიკა. საერთოდ ეს ნარკოტიკები რა შუაში იყო ადამიანების გატაცებასთან, მაშინ როდესაც ადამიანების გატაცებაში წილებს იღებდნენ სხვადასხვა ადამიანები, მე ჩინებზე ვიძახი. კიდევ ვიმეორებ პრეზიდენტი იყო ორგანიზებული სისტემა. რა თქმა უნდა და აი ამოგიკითხავთ ახლა ძალიან რომ არ დაგღალოთ ეს ყველაფერი მე მიწერია მაშინ საკმაოდ ცნობილი იყო ჩემი რეპორტაჟები პანკისის ხეობიდან თქვენ შეგიძლიათ მიაკითხოთ საჯარო ბიბლიოთეკას ან თუ ვინმეს გაქვთ შენახული ახალი ვერსია ეს გაზეთი პირველივე დღიდან აი გამოსვლის პირველივე ნომრიდან დია ეგრეთ წოდებული რაზვაროტები 2000 პირველი წლები 2002 წლის ნახევარი იმიტომ რომ 2002 წლიდან უკვე მაისში გამოვიდა ჩემი პირველი ნომერი პრეს პრემიერის და მე უკვე ახალი ვერსიისთვის აღარ მეცალა და აი აქ გადმოვიტანე იმიტომ რომ ხალხს თვალი კარგად ახელოდა როგორ ხდებოდა ადამიანების სად იგეგმებოდა ადამიანების გატაცება პრეზიდენტი იყო საქართველოსი მიხეილ საუკაცრავად
მისამართებად ედუარდ შევარდნაძე შს მინისტრი გახლდათ მისი მარჯვენა ხელი საკმაოდ სანდო ადამიანი კახა თარგამაძე უფლებების დამცველი ადამიანებისა პარლამენტში გახლდათ ელენე თევდორაძე იუსტიციის მინისტრი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი ქალაქის პოლიციის უფროსი უკვე იმ პერიოდში აი როდესაც ეს ხდება სადღაც 2000 პირველი წელია 2000 პირველი წელი უკვე არის კახა ბაკურაძე ხო გვარი ხوار მეშლება შეიძლება გვარი მეშლება არ მახსოვს კახა ბაკურაძე თუ არ ვწდები ქალაქის პოლიციის უფროსი ესე იგი აქ იგეგმებოდა თუ რომელი იყო შესარჩევი ადამიანი გატაცებისთვის რომ მე ფული ჩაეზიდათ და რომელი ადამიანი იყო გატაცებისთვის აუცილებელი რომელიც ნარკოტიკებზე იმუშავებდა საიდან მოდიოდა ნარკოტიკები და რატო უნდა ემუშავათ აქედან წაყვანილ ადამიანებს ბატონი გელა ხუციშვილი ჩემი ძალიან დიდი ხნის რესპონდენტია ის მაშინ გახლდათ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ესა ჩხეიძის დროს ვალერი ჩხეიძის დროს აც გარდაცვლილი ვალერი ჩხეიძის დროს და ყოველთვის წუხდა ბატონი გელა იმაზე რომ საქართველოში სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს ეს უკვე ის პერიოდია როდესაც სახელმწიფო საზღვარი მორღვეულია და შიდა საზღვრების საერთოდ განადგურებულია ამიტომ ნარკოტიკები რომელსაც მე უკვე აღარ ჩამოვთვლი მე უკვე მოგიყევით ვინ არიან თავში სახელმწიფოს თავში და უშიშროებას და იმე აღარ ჩამომითვლია ესე იგი ჩრდილო კავკასიიდან პანკისის ხეობის გავლით გადმოდიოდა ნარკოტიკები, მაგრამ ვიღაცას უნდა გადმოეზიდა, ხო? ეს ნარკოტიკები. და ამას ყავდა თავისი მარეგულირებელი, ასე რომ ვთქვათ, ორგანო. ეს სიტყვა მარეგულირებელი ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ უნდა გამოვიყენო. შემდეგ უკვე როდესაც ადამიანების გატაცება უკვე სხვა რეგიონში ინაცვლებდა, იქაც რა თქმა უნდა მორღვეული იყო და თურქეთის მხრიდან გადმოდიოდა აჭარის მეშვეობით საქართველოში. აფხაზეთის მეშვეობით, ამიტომაც გახდა აუცილებელი აფხაზეთის დაკარგვა, აუცილებლად ენგურით გაყოფა საქართველოსი ეს გაყიდული ეს არა მარტო იმიტომ ხდება რომ ტერიტორიები უნდა გაყიდულიყო მარტო ტერიტორიები ვისრაში რა თავში სახლელად უნდოდა ჩვენ ხო მონებად უნდა გვემუშავა აუცილებლად და უნდა გვემუშავა ძალიან ცუდ სიკვდილზე რომელსაც თეთრი სიკვდილი ქვია ტყვიაზე და ტანკებზე აღარ ვლაპარაკობ რა ასევე ცხინვალის რეგიონი და მოკლედ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი იქ სამცხე-ჯავახეთი და ასე შემდეგ ანუ შიდა საზღვრები მორღვეული, არ არსებობს შიდა საზღვრები და უკონტროლო ხდება ვითარება. სამაგიეროდ ამას აკონტროლებს ის მარეგულირებელი სისტემა, რომელსაც აკონტროლებდნენ თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი, ესენი ჩემი ბევრი გამოძიებების შედეგია. მე ახლა ამას არ ვამბობ, რომ ერთი წერილით გაკეთდა. რეგულარულად ყოველ ნომერში ბიძამაში საქართველოში არ ცხოვრობდა. მე რა იქიდანაც იყო ჩართული. რა პრობლემა? ისინი დიახ, მარეგულირებელი ორგანო, მაკონტროლებელი ორგანო ყავდათ აქ, მაგრამ დავალებებს შემკვეთები ხო იყვნენ კაცო. რა პრობლემა არის? თავარი არის რომ აქ იყვნენ ისინი, ის მე ეხლა ადამიანი ვარ და მაინც გარკვეული მომენტი მაქვს რომ რა ვიცი თავდასხმის მომენტი და ამიტომ ჩემზე უკეთესად იციან ნათესაური კლანი იყო მხედრიონელებისა ერთ-ერთი გვარი ბორჯომში საკმაოდ ცნობილი გვარი არის ეს ალბათ მიხვდებით ვისი არის ნუ თუ ვერ მიხვდებით და არ არის აუცილებელი ალბათ მაგას კიდე როცა ძალებს მოვიკრებთ მე ვიტყვი მაგაზე ნუ მოკლედ აი ამ გზას ოღონდ ყველა ტრასას თავისი მაკონტროლებელი ორგანო ყავდა და ერთ-ერთი მაკონტროლებელი იყო ხაშური და ასე შემდეგ. ანუ იქითკენ რომ მიდიოდა დასავლეთისკენ გზა, აი იმისი მაკონტროლებელი ორგანო. პანკის კიდე სხვა მაკონტროლებელი ყავდა. მე წილები მე ამის თაობაზე ინგა გრიგოლიასთან ვიყავი მიწვეული 2005 წელს გადაცემაში ტელეკომპანია მზეზე და მაშინ ვთქვი იმ წილებზე, რომლის გამოც ელენე თევდორაძე მე მაშინ სასამართლოში მიჩივლა და ჩემგან ითხოვდა $2 მილიონ მისი მორალური
და ფიზიკური ზიანისათვის ფიზიკურად მე არ ვიცი როგორ დავაზიანე, მაგრამ მორალურადაც არ დამიზიანებია, იმიტომ რომ მე როგორც ჟურნალისტმა რა თქმა უნდა, რატომაც არა და არა მარტო დოლარებს ითხოვდა, არა მარტო დოლარებს, დიდი მადაგმა რედაქტორმა შენგან მოითხოვა 10,000 მაგასაც ვიტყვი, აუცილებლად თავის კიბო რომ მოიგონა, ხო? და ესა იმისათვის რომ ესწრებოდი სასამართლო პროცესებს და იმიტომ კი არა მე გიბოზე ვქვით თორე ხო ელენე თევდორაძემ ასე მოითხოვა მე კი ბოდიში მომიხადა ქალბატონმა ელენემ იმიტომ რომ მე დავამტკიცე ჩემი სიმართლე რომ ესენი ჩემი არა ესენი მან კასეტა წარადგინა ნივთმტკიცება და მე გავიგე გაზეთ ახალ თაობიდან პირველ გვერდზე იყო გამოტანილი მაშინ როდესაც წილებზე მქონდა მე საუბარი და ის კასეტა ინგა გრიგოლიასთან რომ ვიყავი წილებზე მქონდა საუბარი ადამიანების გატაცებიდან აი სადაც ამ თემებზე ვსაუბრობდი და ადამიანების გატაცებიდან და ნარკოპოლიტიკიდან რამდენს იღებდა კვირაში აი ის მაღალ ჩინოსნები რომელიც მე ჩამოვთვალე ეხლა ეცით რა არის ეს ჩანაწერი ალბათ არსებობს ეს არქივი არსებობს ეს ჩემი დამტკიცებული არ არის ეს არის ხალხიდან წამოსული ინფორმაცია და ინფორმატორებისაგან ოღონდ არა ემზარისგან იმიტომ რომ ემზარი მე ჩამომაცილეს მე და იმასაც ოჯახი ყავდა და ნუ გარკვეული პერიოდი ჩვენ ერთმანეთისაგან ძალიან შორს დავდექით მაგრამ შსს-ში მყავდა ისეთი მაღალი ჩინები რომლებიც მე ახლა ინფორმატორი ცოტა უხერხულია ამისი თქმა, მაგრამ კონფიდენტი ასე დავარქვათ, რომლებიც ძალიან კარგად იცნობდნენ კამფეტივით კონფიდენტი. რომლებიც ძალიან კარგად იცნობდნენ ჟურნალისტური გამოძიება ვიხოსებო ასეთი ხოდა პოლიციის ენით რო ვთქვათ აგენტების ანუ ინფორმაციის წყაროს გარშე წარმოუდგენელი და კამფეტივით ხო კონფიდენტები რა თქმა უნდა და მათგან ვიცოდი გარკვეული რაღაცა წილების თაობაზე და გარკვეული ინფორმაციები მქონდა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და ასევე მინდა გითხრათ რომ პანკისში როცა ჩავდიოდი ერთ-ერთი ჩემი წაყვანა პანკისის ხეობაში მოხდა ვეფხო მარგოშვილის რომელიც აი ტუალეტში რომ ააფეთქეს ვეფხო მარგოშვილის მეუღლისგან ლიდა სალტაევასგან და ასევე დუისის იმამისგან რომელსაც ცხოვრებაში არავისთან არ ქონდა ინტერვიუ მიცემული და მიცა ქრისტიანსთანაც მე და ძალიან ბევრი მაღალი ჩინისგანაც დაბალი რანგისგანაც არ ამბობ მაინც იმ რაოდენობას კარგით ეცით რა არის ახლა ძალიან მე აღარ მახსოვს ის და აქ არის ის დაბალი იყო ეს კიდევ მეორე მე არ ვამტკიცებ არ ვამტკიცებ ამას მეუბნებოდნენ კონფიდენტები და ლაპარაკობდა იქ ხალხი ხო მე მისგანაც ინტერვიუებს ვიღებდი და დანარჩენი არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები და კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი წარსულში გადაამოწმონ და ყველას მიაგონ თავისი მისაგებელი, იმიტომ რომ ხილების დრო არის, ყველა მოღალატე უნდა დაისაჯოს აბსოლუტურად, რომელმაც სამშობლოს უღალატა და აი ამისათვის დამჭირდა მე ახლა აი ამ რაღაცების გახსენება. კი ბატონო, $3,000 იყო ყველაზე დაბალი სტავკა და $30,000 თუ ცოტა მეტი იყო ყველაზე მაღალი სტავკა კვირაში. და კვირაში თუ თვეში? კვირაში, ესე იგი თვეში სადღაც 12,000 ხო, ეს უკვე ახლა ამდენი მათემატიკა მაშინ მე გავაკეთე პატარა კომენტარს შენის ნებართვით თუ ეს დაუშვათ, ხო, დაუშვათ. ხო, ოღონდ აღარ ჩამოუყვები გვარებს, ვის რამდენი მქონდა. არა, არ მინდა გვარები, ნახეთ საშუალოდ რა არის, ყველაზე მინიმალური რაც დასახელდა, რომ დაახლოებით კვირაში ამდენი მიდიოდა. მაშინ ბინების ფასით რო იმჟელო. მილიონები არა, $3,000 კვირაში. თქვენ გადაამრავლეთ. ხო, მე ახლა გადაამრავლე თოში, ანუ თოში ეს გამოდის სადღაც 12,000, ცოტა მეტიც ალბათ, $12,000 მაშინ ვაკეში ორ ოთახიან ბინას თავისუფლად იყიდდი. კი ბატონო, ინფორმაციების გამო, მაგრამ მე რომ თავისივე წარდგენილი ნივთმტკიცებულებად ეს ფირი, კასეტა იმ გადაცემისა, ისევ მისაწინააღმდეგო ეს ციფრები და სტატისტიკა და ეს ყველაფერი. მე გითხარი კონფიდენტებისგან. გავიგე, მაგრამ შენს იმაში
ბანკის რეპორტაჟებში ახალ ვერსიაში დაიბეჭდა თუ არა? მე აღარ მახსოვს ახლა დაგავიდეს. იცი, ალბათ დაიბეჭდა, იმიტომ რომ მე ეს ტელეკომპანიამ ჩემს სახელი და გვარი ძალიან აშინებდა დიცად პატარას. იმიტომ რომ მე ლაპარაკობდი სიმართლეს და იმის შემდეგ მე ძალიან ბევრჯერ ვიდექი ფიზიკურად გაქრობის საშიშროების წინაშე და არა, კი ბატონო, და არა უბრალოდ. მე ეს მართლა ვიცოდი და ისიც ვიცი მე ისევე უკვე არა კონფიდენტმა, არამედ რეალურმა ადამიანმა მე და ჩემი უღლეს ერთად მოგვიყვა, თუ როგორ იგეგმებოდა და ვისგან ჩემი მკვლელობა. სწორედ აი ამის გამო რომ მე აი ეს თემები გამომქონდა. და არა იმიტომ რომ მე არიქა პოპულარული გამხდარიყავი. კარგად იცი და კარგად თქვი დასაწყისში გიგლა, სწორად თქვი, უფრო სწორედ ალბათ ასე მინდოდა მეთქვა, რომ მე არასოდეს არ მჭირდებოდა დიდი რეკლამა, იმიტომ რომ მე ქეთი სესიაშვილი ესავიზიტო ბარათი ჟურნალისტიკაში სულ ყოველთვის მქონდა, თუმცა ჟურნალისტთა კავშირში ზოგიერთები აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მე თუ რაღაც დამადასტურებელი საბუთი არ მექნებოდა, ეჭქვეშ დგებოდა ჩემი ჟურნალისტობის საკითხი. მე 5 კლასიდან ჟურნალისტიკაში ვარ გაზრდილი, ნორჩი ლენინელის რედაქციიდან, ასე რომ ჩემი ჟურნალისტობის თაობაზე, ნუ რა ვინ, ნუ შეწუხდებით თუ გინდივართ ვარ კავშირის წევრი, თუ არ გინდივართ და კარგად ზანდებოდეთ. მე ეს პრობლემები არ მაწუხებს, მე ვარ ჟურნალისტი, მოვკვდები ჟურნალისტად. და თან მატყუარე ჟურნალისტის ცხოვრებაში არ ყოფილვარ და არც ვიქნები. მოკლედ პირველი ნომერი, რომელიც ეხებოდა სათაური დაიბეჭდა ასე ვანო ღირსიაშვილი, ეს იყო ერთი თბილისელი ბიჭი, რომელიც ნარკოტიკების გამო იყო აყვანილი მძევლად. ერთ-ერთი ქისტის ოჯახში, გვარდასახელი ნამდვილად დამავიწყდა იმ ქისტი კაცის და ქისტები თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნარკოტიკებს არ ეტანებიან. ისინი ძალიან სპორტულ ცხოვრებას ეწევიან და არანაირი შეიძლება ახლა იქაც გამოჩნდნენ ვიღაცა 1-2, ახლა მასე ყველა საქართველოს ყველა მთიან რეგიონში ზოგი რასაკეთებს იმას რო აყრის რაღაცა ხო და რაღაცა ხო რაღაცა ეს ნარკოტიკებს არა ნარკოტიკული ეს არის რა ქვია და თან გემრიელი არისო კუბდარიც მას ეკეთდება და ყველაფერი ანუ არის ახლა პატარ-პატარა რაღაცეები და არ არის თითქოს გასაკვირი მაგრამ ეს გემოვნებისთვის არსებობს მაგრამ ოფიციალურად რასაც ნარკომანი ქვია რატომღაც მე როცა ვიძიებდი ამ საქმეებს პანგეში მე არ შემხვედრია ნარკომანი ქისტი პირადად მე არ შემხვედრია ნარკომანი ქისტი ნარკოტიკებს ეგენი კარგად გვარიანად გაურბოდნენ ამიტომ აი იქ შემოსული ჩრდილო კავკასიის გზიდან შემოსული ნარკოტიკები ბინავდებოდა სოფელ დუისში ერთ-ერთი იყო სოფელი დუისი შეიძლება მაღალმთიან სოფლებშიც იყო მაგრამ სოფელ დუისში იყრიდა თავს რომელიც ძალიან მკაცრად კონტროლდებოდა აქ უკვე მკაცრად მინდა ბჭყალებში აჩავსვა მკაცრად კონტროლდებოდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ქართული ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ადგილობრივი განსაკუთრებით რომ არ შესულიყო დამატებითი ხალხი ანუ მეტი ჩადა ან ჟურნალისტი ან ყოველ შემთხვევაში კეთსიაშვილი არ ამკითხე მოამბე ხო არ ამკითხე მოამბე მაგრამ დანარჩენი იქ ადგილზე აფერც არ კონტროლდებოდა იმიტომ რომ იქ იდგა ერთი ძალიან ლამაზი შენობა რომელსაც ერქვა იქ სოფლის ამბულატორია მაგრამ როგორც ჩემმა კონფიდენტმა მითხრა ახლა მე იქ ვინ შემახცევინებდა უკვე ვაჰაბიტები იცავდნენ ამ ტერიტორიას ჩრდილო კავკასიიდან გადმოსული რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები საშინლად ვერ იტანდნენ და დუისის იმამმა მითხრა ვაჰაბიზმი რას ნიშნავს მეთქი მაშინ ახალი სიტყვა იყო ეს ვაჰაბიზმი და აი თქვენთან რო იეღოველები არიან ისეთაო მითხრა ანუ ისინი იცავდნენ და მითხრეს რომ აკაურმა მაღალმა ჩინმა კონფიდენტებმა მითხრეს რომ მომაწოდეს ინფორმაცია რომ ეს ეგრეთ წოდებული ამბულატორია სოფლისა სოფელ დუისისა გახლდათ სწორედ ნარკოტიკების გადამამუშავებელი პატარა მინი ქარხანა ხო ქარხანა ქვია თუ ფაბრიკა ქვია მოკლედ ეს ყველაფერი დაბეჭდილი არის ახალ ვერსიაში და შეუძლიათ მკითხველმა ნახოს ამიტომ საჭირო გახდა ვიღაცა ისეთის ჩაყვანა გატაცება, რა ის გატაცება, ჩავიდა ნარკოტიკებზე, ეგონა რომ მიაფად იყიდა და როგორ ჩანს ვერ გადაიხადა ფული და მე ბარემ ეს ნარკომანი ადგეს და ჩაუსვეს ქისთან დააბინავეს სახლში და შავი გზებით
საწყალი ეს ვანო ღირსიაშვილი, რომელიც ჩემი გამოხსნილია იქიდან, მინდა ეს ამაყად ვთქვა, ერთ-ერთ ადამიანს ვუშველე და მის ცოლ-შვილსაც, იმიტომ რომ ზალოგში მე ესენი ყავდნენ, ასე ამ სიტყვას ვიტყვი. ალბათ ამ თემას ასე უხდება ეს სიტყვები და ჩავედი იქ აი პირველი რეპორტაჟის გასაკეთებლად და უნდა მენახა მე ეს ვანო ღირსიაშვილი. როგორ რა გზებით არ ვიცი. აი ეს მანქანით ჩემი ძმა დნაფიცი მეხმარებოდა რომ მე მევლო, იმიტომ რომ მე პირველად ვიყავი პანკისში, აი ასე მით უმეტეს საგამოძიებო სფეროზე. და მე რა თქმა უნდა არ ვიცოდი ახლა სად და როგორ უნდა მივსულიყავი, მაგრამ თემა არის ძალიან მძიმე, რომ ადამიანი არის ეგრეთ წოდებულ მძევლად ზალოგში აყვანილი, ნარკოტიკების გამსაღებლად ამუშავებენ და ბრალდება ეს ქისტებს. რომ ქისტები ამუშავებენ ნარკოტიკების გასაღებაზე. ქისტს ვინ ეკითხება ნარკოტიკების გასაღებას? და თანაც შავი გზებით უნდა ევლო, ალბათ უნდა მოეპოვებინა კიდეც ეს ნარკოტიკები, აეღო ეს ნარკოტიკები, შემდეგ უნდა გაესაღებინა და ვის იასაღებდა. რა თქმა უნდა, ჩამოქონდა იქვე ალბათ ახლომახლო ტერიტორიებზე, რომელიც შემდეგ უკვე, იმიტომ რომ ნარკოტრაფიკის გზა სხვადასხვა ადგილს გაივლის ხოლმე, ამიტომ ვანო ღირსიაშვილი ახლა ფეხით ვერ ჩამოვიდოდა დუისიდან თბილისში, ალბათ მისგან ვიღაცას გადაეცემოდა ეს რაღაცა გარკვეული პროცენტები, მე ნარკობარიგებს, მე ისინი კიდე სხვაგან და ასე შემდეგ და იმათ არავინ არ იჭერდა, იმიტომ რომ მუშაობდნენ ამ თემაზე და ესენი რა თქმა უნდა მიდიოდა ახალგაზრდა დღეს რო ნარკოტიკებს გაყვირიან და თანაც ლეგალიზებული გახდა მარიხუანა და ასე შემდეგ, როგორ გონიათ ეს დღეს დაიწყო? ან გუში? არა გენაცვალე. მე ჯერ კიდევ ვიმეორებ 98-99, 2000, 2001, 2002 წლები მე ვიმუშავე ამ თემებზე. და ანუ მე უკვე ესე იგი ისეთი ჩამოძონძილ, ჩამოკონკელი ვნახე, იმდენად შემეწოდა ძლივს ლუღლუღებდა ეს ადამიანი და როგორი გაუბედურებული, იცით? თქვენ გონიათ ვინმე ან საჭმელდა ან რაღაცა? არა, რა თქმა უნდა, მას უნდა ემუშავა. თავარი იყო მას ალბათ მე გაუკეთებდნენ რაღაცა გარკვეულ დოზას, რომ ცოტა ენერგიაზე მოსულიყო და უფრო მეტი გაეყიდა. შემდეგ უკვე ეს ამან რომ რაღაცა ეთყობა, რა ვიცი მე, ან რაღაცა გარკვეული პროცენტები არ მიიტანა თუ რა ვიცი როგორ ხდება ეს ნარკობარიგებს შორის, ნარკორეალიზატორებს შორის და ნარკობარიგებს შორის. შემდეგ უკვე ზალოგში ჩაიყვანეს, მე ზალოგ კიდევ ვიმეორებ ამ სიტყვას სპეციალურად ვამბობ და არა მძევლად. ზალოგში ჩაუყვანეს მისი მეუღლე, ვანოს მეუღლე. რომელიც მოჯამაგირედ ედგა იქ ხალხს ახლა რას აკეთებდა და როგორ აკეთებდა მე ახლა ამდენი შიდა სამზარეულო არ ვიცი, რომც ვიცოდე ახლა ქალი ვარ და ნამდვილად არ დავიწყებ ამის ლაპარაკს. უბრალოდ ვანო ღირსიაშვილსაც იმიტომ ვამბობ, რომ ეს სათაური გამოჭენებული იყო გაზეთში პირველ გვერდზე. მაშინ მე შევხვდი იქ ქისტებთან გადასულ ერთ-ერთ ცნობილ აგენტზე, პოლიციის აგენტზე, რომელიც პოლიციაზე მუშაობდა, ერთ-ერთ ადამიანს სახელად კოტე, გვარს არ ვასახელებ, ეს ცნობილი აგენტია. მე არ ვიცი ახლა ცოცხალია თუ მოკლეს, ნამდვილად არ ვიცი. მე მას სანამ ეს აგენტი გახდებოდა, თელავიდან ვიცნობდი, თელაველი ბიჭი იყო, ჩემზე პატარა იყო ეს ასაკით და იყო ერთ-ერთი ოჯახში, რომელთანაც მე ინტერვიუ მქონდა გაკეთებული. ეს იყო ჭიჭიაშვილების ოჯახი, რომელიც სამწუხაროდ შემდგომ, როდესაც ჭიჭიაშვილები მასიურად ამოხოცეს, ეს სპეცოპერაცია რომ ჩაატარეს, ეს ოჯახიც მოყვა. და იმ ადამიანმა პირდაპირ დაფქვა და ეს წერია გაზეთ ახალი ვერსიის ბოლოში, ესა უკაცრავად იმ ჩემი რეპორტაჟის ბოლოში, ანუ ეპილოგის სახით, სადაც მან მისივე თხოვნით პირდაპირ მიშა სააკაშვილს ადებს ხელს და ნარკოტიკების ამბებს. როგორ ხდება ნარკოტიკების გადანაწილება? მიშას რა როლი ჰქონდაო? რას ამბობდა მაშინ? ნარკოტრაფიკთან ჰქონდა კავშირი. და ამას ადებს ხელს, ბატონო? ჩართული იყო უშუალოდ. რა თქმა უნდა, მაშინ იყო იუსტიციის მინისტრი. შემდეგ
ხდება ესეთი რაღაც რომ მე ესეთი დეტალია რომ რა თქმა უნდა ეს ძალიან ძვებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას კონფეტებით მასალა უვარდება რა თქმა უნდა თვითონ რომ მომხმარებელია ესეც ვიცით ეს ახლა ჩანს ვიდეო კადრებშიც მაგრამ აი იმ თავითვე იყო თურმე ჩართული ესე გამოდის რა თქმა უნდა და მისი პრეზიდენტობის დროს რა ნარკოტრასა არსებობდა აქ ეს ალკე თემაა 2005 წელს დაარბიეს ჩემი ჟურნალი პრესპრემიერი მე ვალთ იქამდე კი ბატონო 20 წელი გავიდა 2005-დან დღემდე ხო და როდესაც მე ამ თემაზე მუშაობდი მიუმატე კიდე ერთი 5 წელი 6 წელი ესე იგი რამდენი წელია მე ეს ამ ინფორმაციებზე აი ამ თემებზე მუშაობ ხო და ჩემს ხელში გაიარა ძალიან ბევრი ახალგაზრდის ძალიან ბევრი ბავშვის ბედმა იმასთან დაკავშირებით რომ მე ამაზე ვყვიროდი გაზეთის ფურცლიდან ვყვიროდი, ჟურნალის ფურცლიდან ვყვიროდი, ეკრანიდან ვყვიროდი, ვიხვეწებოდი რომ ბავშვები გადაერჩინათ. არა, დღეს მე კაზანტიპი შემოიტანეს, მე მთელი უბედურება შემოიტანეს და აი ეს ანაკლიაში რო ტარდებოდა და ახლა იქ ჩახოცეს ახალგაზრდები, ახლა აქ ბასიანი და 1000 უბედური ღამის კლუბები შექმნეს და ახლა იქ იღუპებიან ახალგაზრდები და ახლა მთლად რუსთაველი გახსნეს აი ამ კუთხით და ახლა რაღაც გინდა ამდენი კაზანტიპი გადმოიტანეს რუსთაველზე. და პანკისზე და იმებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, რუსთაველზეა ყველაფერი. შემდეგ, როდესაც მაინც მივაგენი ამ ვანო ღირსიაშვილზე მე ეს ჩამოკონკილი ადამიანი ვნახე და ისე ყოველგვარი იმის გარეშე, ანუ დიქტოფონის ჩვენების გარეშე მე გადავწყვიტე რომ ისე მესაუბრა მასთან ამ დროს მოცვივდა დაახლოებით არ ვიცი რამდენი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში 10-ზე მეტი იყო. ხანდახან ვამბობდი ხოლმე რომ 1-40 ადამიანი თქო და მე მართლა აღარ მახსოვს. იმაში მიწერია ახალ ვერსიაში მართლა 40 იყო თუ პირობითად ვამბობდი 40 ადამიანს. ვაჰაბიტებზე მაქვს ლაპარაკი. ეს ბოევიკები და ვდგავართ სწორედ იმ ამბულატორიის წინ, ეგრეთ წოდებულ ამბულატორიის წინ. ამასობაში უკვე აშენებულია ვაჰაბიტების მეჩეთები, რომლებიც საკმაოდ მდიდარი მეჩეთები არის და ეს ვაჰაბიტების მეჩეთებიც შესანახ ალაგს წარმოადგენდა სხვადასხვა რაღაცეების, იარაღის გინდა თუ ასე შემდეგ. სხვადასხვა რაღაცა ალბათ რაღაცა ისეთი ადგილები იყო რა თქმა უნდა. ხო, ნუ რაღაცეებს ეს მითხრა დუისის იმამა. და ესენი შემოიკრიბნენ უცებ ჩემს გარშემო და ერთადერთი არის რომ იმ მომენტში ჩუმად ვიღებ კოდაკის ფოტოაპარატები იყო მაშინ და 36 იყო ლენტა და ფირი და 1-2 ემატებოდა ხო გახსოვს და მზიშუქი რომ მოხვედროდა ხო იცით როგორ ფუჭდებოდა ეგ არა და კოდაკით მაქვს რაღაცები გადაღებული და ამასობაში ეს ავტომატის ჯერი უცებ ჩემს ლავწინ და მე იმზარს გადავეპარე. Ემიტომ რომ ემზარი არაფერს ვერ იყო. მე ვიყავ მეტი ჩარა ჟურნალისტი თუ ძალიან ინტერესიანი ჟურნალისტი. მე ემზარი არ მინდოდა რომ მომკვდარიყო და ჩემს თავს აღარ ვუყურებდი. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ უცებ ვიღაცამ ერთმა იმათ ჰაერში ისროლეს, ანუ ფეხებში კი არ გვესროლეს, ანუ ჰაერში ისროლეს, ანუ ალბათ დასაშინებელი გასროლა იყო, მაგრამ დღემდე მესმის ყურებში ეს საშინელი ხმა. და ის ვანოც იქ დგას და წამართვეს ეს კოდაკი. სადაც ბევრი რაღაცა მქონდა გადაღებული და ნუ კიდე კარგი დიქტოფონი ვერ ნახეს, დიქტოფონში ჩანაწერები მქონდა. და ეს არის უცებ, იცით, მე გულში უფალს მივმართე, რა თქმა უნდა საშველად, ეხლა ვინც მიცნობს, ემას არ გაუკვირდება, რომ მე უფალთან პირდაპირ უფალს ვუხმობ ხოლმე საშველად და მამა გაბრიელს და რა თქმა უნდა მაშინაც ასე გავაკეთე და უცებ ნახეს, რომ 0 ეწერა კოდაკის, აი გარეთ ხო იყო ციფერბლატები და ანუ გადაღებული არაფერია. გახსნეს ეს ისა, ფირი ამოიღეს და გახსნეს ეს ფირი და არაფერია. ნუ და არაფერი არ არის და რატომღაც დაიჯერეს რომ არაფერი არ იყო. უფალმა დამინდო ამ იმაში, გადავრჩით, ვანო ღირსიაშვილი გააგდეს, თუ რამე ბლუყუნი მოასწრო მანამდე ის ჩაწერილი მქონდა, წამოვედით იქიდან. წარმოიდგინე რომ თბილისში რომ ჩამოვედი, ყოველ შემთხვევაში მაინც მივიტანე გასამჟღავნებლად და
ჩემი დაუდევრობით თუ რაღაცა იყო გაფუჭებული, აი კარგად ვერ გადავიღე, მხოლოდ ისინი იყო გაფუჭებული, დანარჩენი ყველა კადრი ცოცხალი იყო. ეს ფირი გამჟღავნდა აბსოლუტურად 38-ვე ის ცუდი გადაღებულებიც იყო იმაში და რა თქმა უნდა ცუდი გადაღებული გაზეთში არ დაიბეჭდა, მაგრამ კარგი გადაღებულები დაიბეჭდა. და აი ეს ფირი ცოცხალი ჩამოვიტანე. როგორ მოხდა ეს? ამას ეს შეგიძლიათ უფალთან იკითხოთ. ქრისტიანული სასწაულის ქრონიკაში რა თქმა უნდა, მაგრამ ესენი უნდა მეთქვა. ერთ პარალელს გავაკეთებ ახლა შენი სახობით, ცოტა გადავხვევ თემიდან, მაგრამ ვიტყვი. შენ ძალიან კარგად იცი, რომ მე ნამყოფი ვარ ბრმა ბულგარელ ნათელმხილველთან, ვანგასთან. კი ბატონო. ეს ლეგენდარული პიროვნება და ერთადერთი ჟურნალისტი ვარ, ვისაც თავისთან იწვევდა, რაღაცა სპეც ამბები ქონდა მოსათხოვით ჩემთვის. და სამწუხაროდ ვერ ჩავოდი მაშინ, მე შემომწყენ და ამ შემდეგ, მაგრამ რას ვამბობ, როცა ვიყავი მაშინ მასა აქ თქვა, მისი ნებართვის გარეშე გადაღება არავის არ უნდა გაეკეთებინა. მე კიდე რუპიტედან უკვე მისგან წამოსულმა იქ მისი სახკარი გადავიღე იმაში თვითონ პეტრიჩში გადავიღე კიდე რაღაცები რაღაცა მშენებლობა იყო მისი ორსართულიანი სახლის და ისინი გადავიღე და ძალიან მშვიდა წყნარად ჩამოვედი მე თბილისში და თბილისში დაახლოებით 12 თუ 13 ფირი მქონდა სვემასპირი გადაღებული ყველა კარგი აღმოჩნდა ერთის გარდა ის ერთი იყო სწორედ ის რომელიც მე ვანგასთან ამბობის garaში გადავიღე. გათეთრებული იყო ყველაფერი. და ეხლა გაარკვი რა ხდება. ეს მაბადი ეხლა ცოტა შორი ის არის, მაგრამ ახლა საინტერესო რაღაცაა. აუცილებლად რა ხდება მექანიზმი ამის სახსნა, ეს არავინ არ იცის, მაგიტომ უთხარი რომ ეს მხოლოდ უფალთან შეგვიძლია გავარკვიოთ. ახლა რა თქმა უნდა, მან ინტერესი ჩამაგდო, მე მივაკითხე. შენ პანკისის მერე უკვე ამ თემას აგრძელებდი პრესპრემიაში. კი, რა თქმა უნდა. და მე მივაკითხე მოვითხოვე მის ცოლ-შვილთან შეხვედრა და აღმოჩნდა რომ სულ მალე მის ცოლ-შვილ, ესაც ცოლ მე ვინ გამაკარებდა პანკისში იყო და უკვე შვილი იყო მძევლად ასაყვანი. მე არ ვიცი ვანომ რა გააკეთა ამისთან რატო აღმოჩნდა რომ შვილიც უნდა ყოფილიყო იქ. ალბათ უფრო დამატებით უნდა ემუშავა, ან შვილსაც უნდა ემუშავა ამ თემაზე. მოკლედ ამ ჩემმა წერილმა შეაძანზარა და მინდა ვთქვა რომ ვანო ღირსიაშვილი და თავისი მეუღლე და შვილსაც რა თქმა უნდა შეეშვნენ აღმოჩნდნენ თავისუფლები. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, მოდით ეხლა მე რა რეპორტაჟები მაქვს იქ გაკეთებული, ამას მკითხველი თვითონ თუ დაინტერესდება ახალ ვერსიაში წაიკითხავს 2001-ელი 2002 წლებში და შეგიძლიათ ეს ნახოთ და კეთ სესიაშვილი სენსაციური რეპორტაჟები ასე ეწერა, რეკლამა კეთდებოდა რუსთავი 2 ამ ტელევიზიით, ასე რომ ჩანაწერები შეგიძლიათ მოიძიოთ, ვინც დაინტერესდებით და მოდით გადავიდეთ იმ თემაზე, როგორ აფუჭებდნენ ბავშვებს. აი ამ წლებში. ანუ მომეწოდა ინფორმაცია, რომ და ეს იცით, როდის მეწოდება ინფორმაცია და როდის უნდა ჩავიდე ამ თემაზე. როდესაც ვეფხო მარგოშვილი უკვე მოკლეს, ოღონდ ვეფხომდე გიორგი სანაია მოკლეს, შემდეგ ვეფხო მარგოშვილი, ამ თემებს აღარ მივყვები, მარტო ერთ დეტალს ვიტყვი, რომ ვეფხო მარგოშვილი, პანკისელი ქისტი, სხვადასხვა ძალიან სიმპათიური, ძალიან ისეთი ვაჟკაცი, კიდევ მეორე პანკისელები ერთმანეთზე უკეთესები არიან, ძლიერები და თან სპორტულები და ისინი ნაკლებად ეტანებიან ნარკოტიკებს. ვეფხო მარგოშვილი აკეთებდა თავის სოფელში ზემო ვაიმე სოფლის სახელი დამავიწყდა აი ამ წუთას ეს თუშეთშიაც არის ეს სოფელი და არა. კარგით გამახსენდება ვიტყვი და იქ აკეთებდა თავის სოფელში მინი ჰეს, ასე რომ ვთქვათ, პატარა სადგურს ელექტროენერგიისთვის, იმიტომ რომ პანკისის ხეობა მთელი საქართველოს და მით უმეტეს პანკისის ხეობა მდიდარია წყლით და სოფელს რომ მიწოდებოდა ადგილზე აკეთებდა ადგილობრივების მეშვეობით მინი ქარხანას, მინი ჰეს სადგურს, რომელიც არ დააზიანებდა გარემო პირობებს, არაფერს ცუდს არ მოუტანდა, ანუ ეკოლოგიურადაც ნორმალურად იქნებოდა, მაგრამ იმ პერიოდში უკვე ხაზი გაუსვით ვეფხო მარგოშვილი ძალიან ამოუვიდათ უკვე ყელში
იმიტომ რომ აქ იყო სხვა პოლიტიკაც, ვეფხუმარგოშვილი ებრძოდა ნარკოტიკებს, შემოსიდულმა ნარკოტიკებს, ვაჰაბისტების, ბოევიკების და საერთოდ აი ამ დაგეგმილ ოპერაციებს ებრძოდა და ვეფხუმარგოშვილი რადგან იყო შეწყალებული, ის დაპატიმრებული იყო და გამოყვანილი შეწყალებით, მას მოატყუეს რომ ვითომ პასპორტი მიცეს, მას უნდოდა მეუღლესთან ერთად წასვლა მერე უკვე საქართველოსთან, მაგრამ აღმოჩნდა რომ მოკლეს, იმიტომ რომ ვეფხუმარგოშვილი ასევე უნდოდა ნარკო ტრაფიკში რომ მას მიიღო მონაწილეობა და ადამიანების გატაცებაში. ანუ სქემაში ჭირდებოდათ მისი სახელი, რომელზედაც რა თქმა უნდა, რომელზედაც მან უარი თქვა. ეს არის სინამდვილე და არა ის რაღაცა კასეტები, რომელიც თითიდან გამოწვეული ამბებია და ეს უკვე ლიდა სალტაევამ როცა რომ გასადებს გულისხმობ, ისე ვითომ სვარპლი გახდა სანაია. დიახ, ხო, და მოდით ამ თემაზე არ გვინდა საუბარი. კი ბატონო, მე ამ თემაზედაც ნამუშევარი მაქვს, იცი გიგლაშენ და ამაზეც არსებობს საარქივო ჩანაწერები ტელევიზიითაც და გაზეთების მეშვეობით. კასეტები თითიდან გამოწვეული თემაა. ხო. და მოკლედ აი ეს და ჩინელები აშენებდნენ დიდ ჰიდროელექტროსადგურს და ტერიტორია პანკისის ხეობისა არა მარტო ეხლა არის გაყიდული. მე ამას გეუბნებით რომელი წლების წინ, ხო? აი მაშინ უკვე ჩინელები აშენებდნენ დიდ ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოსთვის ძალიან წამგებიანი იქნებოდა, იმიტომ რომ რატომ მიდის მთელი აი ეს ამბები დიდი ჰიდროელექტრო რა თუნდა საქართველოს ამხელა ჰიდროელექტროსადგურები და თანაც ამდენი და ერთ პატარა პანკისის ხეობაში რა საჭირო იყო ამხელა ჰიდროელექტროსადგურის აშენება და თანაც უცხოტომელების მიერ. მაშინ როდესაც ვეფხუმარგოშვილი ამას აკეთებდა მინის სადგურს ადგილობრივი ხალხის დახმარებით, რომ ელექტროენერგია ჰქონოდათ. ანუ ამითაც მე მგონი უკვე გასაგებად თქვი ყველაფერი. ანუ ვეფხუმარგოშვილი თავის თანამოძმეებთან ერთად არ ჩაერთო ნარკოტრაფიკსა და ადამიანების გატაცების სქემაში, ამიტომ ის მოიშორეს თავიდან. და მე უკვე ლიდა სალტაევა, მისი მეუღლე, ჩამოსულია გროზნოდან, ის დაპატიმრებულიც იყო, იმიტომ რომ მას რაღაცეები უნდა ეღიარებინა და ლიდა სალტაევამ რა თქმა უნდა არ აღიარა ის რაღაცეები და მან გადაწყვიტა სიმართლის დაცვა. და როდესაც ის პატიმრობიდან იქნა გათავისუფლებული, იმიტომ რომ ამაზედაც დავიწყეთ ყვირილი და ის პატიმრობიდან იქნა გათავისუფლებული, პანკისის ხეობაში როგორც ჩანს, კარგი სახელი მქონია, როგორც სანდო ჟურნალისტი, რომელიც ტყუილებს არ წერდა, ლიდა სალტაევა პირადად მოვიდა ჩემთან რედაქციაში და მან მომცა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ და სწორედ ლიდა სალტაევას ორგანიზებით მოხდა ჩემი ხელახლა გადასვლა პანკისის ხეობაში და პანკისის ხეობაში გადასვლას წინ გადაეღობნენ ჩვენი იქაური ადგილობრივი მაღალჩინოსნები, მე უკვე ვთქვი რომ კახეთის სამხარეოს ვინ წარმოადგენდა და ვინ ვისთან იყო შეკრული ახლა დანარჩენი მაყურებელი, მე მგონი საკმაოდ გონიერი ხალხი ყავს და ისინი დააკავშირებენ ვინ ვისთან და როგორ არიან შეკრულები, ასე რომ ნაცქოცი ცალ-ცალკე არ არსებობს და ქურდული სამყარო და ძალოვანი სამყარო ცალ-ცალკე არ არსებობს. მე ყველა პოლიციას რა თქმა უნდა, ყველა ძალოვან სტრუქტურას შეურაცხყოფას არ მივაყენება არასოდეს, იმიტომ რომ იყვნენ და არიან კიდეც პატიოსანი ადამიანები, მაგრამ მათ ამ სისტემაში ნაკლებად აჩერებენ. და გადამეღობნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ დროს გამოჩნდა მეორე ბანაკი. მე არ მინდა ახლა იმ გოგოს გვარსახელის დასახელება, იცი გიგლა, იმიტომ რომ შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა ამ თემაზე და ერთ-ერთი ქალბატონი ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა და კოლეგიალობიდან გამომდინარე, მე არ ვიტყვი მის გვარსახელს, ის ისედაც მოიაზრებოდა პანკისის თემებთან, იმიტომ რომ ვეფხუმარგოშვილის დადნაფიცი იყო და რატომღაც მან სასწრაფოდ დაურეკა იმას ძალოვან სტრუქტურებს თბილისშიაც და იქაც რომ აი კეთსესიაშვილი მიდის და იქ პანკისის ხეობაში და სწორედ ის პერიოდია, როდესაც მე უნდა გამოვიკვლიო კიდევ თემები თუ როგორ გადმოდის ეს ნარკოტიკები და რიგდება ახმეტის რაიონის სოფლებში და განსაკუთრებით თვითონ ახმეტაში, სკოლებში, პატარა ბავშვებში უფასოდ.
უფასოდ მიღებული მუქთა კუბოც კარგიაო, ხო იცით არა, ნათქვამია და მით უმეტეს სკოლის მოსწავლეებში, როდესაც მას გასასინჯად რაღაცა შეუგდებ, ბიჭები ალბათ ინტერესდებოდნენ. ალბათ ყველა არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ უმეტესობა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შემდეგ, კი ბატონო, შემდეგ ეს წამალი გახდა უკვე ფასიანი, რომლის ღირებულება დაიწყო 15 ლარიდან. სკოლის მოსწავლე, რომელსაც გასინჯული აქვს, და არა მარტო სკოლის მოსწავლე, ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, მე არა მაგ გასინჯული არ ვიცი და არც მაინტერესებს, მაგრამ ძალიან ბევრი მიმუშავია ამ თემაზე. და ყოველ შემთხვევაში ახლა ალბათ ნებისმიერმა ვიცით, რომ თავარია ერთხელ აი ამ სიტყვასაც გამოვიყენებ რა, ერთხელ არ შეჯდე წამალზე. ხო ასე არის. თორე მე უკვე ძალიან იოლია მისი მიღება, ოღონდ ძვირია მისი მიღება. ამიტომ ბავშვების გაფუჭება იყო საჭირო იმისათვის, რომ მე შემჯდარიყვნენ ამ წამალზე. აი ამისი გაგება არ ჭირდებოდათ მეტი ჩარაკეთ სესიაშვილის გამოტანილი ინფორმაციით ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს და დიდ ხალხს. მაგრამ მე მაინც გადავედი, იმიტომ რომ მთელი ქისტები და განსაკუთრებით დუისის ქისტები მატნის ბლოკპოსტთან მოვიდნენ და კატეგორიულად ითხოვდნენ. მაშინ გურამ დონაძე აღარ იცოდა რომელ ბანაკში ყოფილიყო და ქეთი ხოსიტაშვილი მეჯდა გვერდით. იმ მარშრუტკაში, რომელთაც ჩვენ ლიდა სალტაევას მაშინ მეგობრობდით ჩვენ და მომყვებოდან, იმიტომ რომ ახლა ჟურნალისტებს აინტერესებდათ, ხო? სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს. ანუ მეც მყავდა ჩემი გუნდი და იმ გოგონას, ჩემ კოლეგას თუ ქალბატონს, რომლის გვარსახელსაც არ ვასახელებ. გურამ დონაძეც მე ჩემთან გადმოჩნდა და ჩემი ჩალმაც კი ეკეთა, კარგად მახსოვს და ეს არის, რა ქვია, მაშინ ჟურნალისტობდა რუსთავიორში იყო გურამ დონაძე და როგორც ჟურნალისტი ისე მოდიოდა. მთელი ქისტები და ამიტომ მოწმე არიან ესენი და იმიტომ ვამბობ, რომ მე შეიძლება ინფორმაციები გამომაკლ ესა ვერ თქვა ქრონომეტრაჟის გამო ყველაფერი, მაგრამ რასაც ვამბობ, ალალად ვამბობ. და ესე იგი მთელი ქისტები დადგნენ იქ და ითხოვდნენ გადმოუშვით ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. ეს რამხელა რაღაც იყო, იცით? და როდესაც ეს ხალხი არ წავიდა, თან ზამთარია, ცივა. და როდესაც ეს ხალხი იქამდე არ წავიდა, სანამ ჩემი თავი არ ჩააბარეს მათ, ანუ იმ მატნის ბლოკპოსტიდან ქისტებს არ გაატანეს ჩემი თავი, მანამდე ეს ხალხი არ წავიდა. მთელი სოფელი იყო ხალხო იქ მოსული. და აი ესა ვაიმე როგორ ომალო, აი როგორ დამავიწყდა ის ომალო წეღან სოფელის სახელი რო დამავიწყდა, ზემო ომალო. აი იქ უნდა გაკეთებულიყო ერთი პანკიში მინდა ჩასვლა, რომ არის თუ არა ჩინელების მხრიდან გაკეთებული ის დიდი ჰიდროელექტროსადგური, ძალიან მაინტერესებს. მე მგონი გააკეთეს მაინც. მგონი კასტის წყალში აკეთებდნენ თუ სწორად მახსოვს. ხო, აღარ მახსოვს. არა, მაშინ ომალოში ხდებოდა ეს ამბები და ესე იგი ჩინელებს უნდა გაეკეთებინათ მერე რა და ამას შეეწირა კიდე ხო ერთ-ერთი ეს იყო და ეს არის რა ქვია აი ეს გადავედით ჩვენ იქ ლიდა სალტაევას მეუღლის სოფელში ომალოში ავედით და მეორე დღეს მე დუისით ჩავწერე დუისის ხალხი მთელი მოსახლეობა აბსოლუტურად აი მართლა საოცარ ინტერვიუს მაძლევდნენ ძალიან სერიოზული რეპორტაჟები გავაკეთე და კიდევ ვიმეორებ იმ სხვა რეპორტაჟებს თავი რო დავანებოთ ეს ყველაფერი ნარკოტრაფიკსაც აი იქ მაშინ ავიღე კიდევ ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით აი ეს ინფორმაციები. ჯერ მარტო თუნდაც აი ეს 2-3 ფაქტი ღირს იმათ რომ ჩვენ დავხატოთ სავალალო მდგომარეობა, კი არა დავხატოთ, აღწეროთ, დავთქვათ ის სავალალო მდგომარეობა, რა თქმა უნდა. 30 წლის წინ დაიწყო ეს პროცესები და მიეცა მას სისტემური ხასიათი. და იცით რამ შემძრა? რამდენიმე დღის წინათ Facebook-ში ახლა გვარდა სახელი არ მახსოვს. Facebook-ში ვნახე შვილმკვდარი დედის
ჩანაწერი. მისი ეგრეთ წოდებული ლაივი სოცქსელში, მე არ მიყვარს არაქართული სიტყვებით საუბარი, მოკლედ პირდაპირ ეთერი სოცქსელში, სადაც თავისი შვილის ნარკოტიკებით სიკვდილზე საუბრობდა. და ეს ქალბატონი ამბობს, აღწერს ამ ყოველივე მოვლენას, სულ ახლახანს მოხდა ეგ ამბავი, გარდაიცვალა ულამაზესი შვილი მისი. და ის მარტო თავის შვილს არ დასტირის. აი ისევე როგორც მე, ვტირი ვარ იმ შვილებზე, რომლებიც დასაღუპად არიან განწირულები, ან უკვე დაღუპულები არიან. შეიძლება ცოცხლები იყვნენ, მაგრამ ისინი დაღუპულები არიან. როგორ მოხდა რა მოხდა სინამდვილეში? ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალებებმა გამოაქვეყნეს, რომ ჩემი ვაჟიშვილი გარდაიცვალა ასეთოსილებით. ეს არ ყოფილა ასეთოსილება. სინამდვილეში რა მოხდა? იმ დილით მან დაურეკა ნარკოდილერს სახელად დავით თუშმალიშვილი და უთხრა, რომ უნდა 2 ლირიკა. მან უთხრა, რომ ერთი ქონდა და ერთსაც გააჩინა და ამის შესაბამის წარმოწერას დავდეთ ვიდეოში. ოღონდ ჩემ შვილს უნდა გადაერიცხა 100 ლარი. ჩემმა შვილმა ეს 100 ლარი გადარიცხა და ამის ქვითარსაც წარმოვიდგენთ. საიდან მაქვს ეს ინფორმაცია? მე პირადად მისი ტელეფონი გაფრთხე კოდი, არემორთული კოდი და შეწევი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში დიდი ცოდნა არ მაქვს და ამიტომ ხელთ მაქვს ყველა მიწარმოწერა ამ კონკრეტულ ნარკო დილერთან. რომ მივიდა ეთყობა იმას სინამდვილეში ლირიკა არ ქონდა, ეს 2 ცალი ლირიკა, თახას უარდა კარგავდა და მისცა რაღაც სხვა პრეპარატი. ამ პრეპარატს დაადგენს შესაბამისი ექსპერტიზა. ჩემმა შვილმა იგრძნო, რომ გახდეთ სულთად. და თხოვა, რომ გადამიყვანეთო ხუდუშაურის კლინიკაშიო. იმან კიდე იფიქრა, ჩემს სამში ცუდად არ გახდეს, უსახლიდან გამოიყვანა, გამოიწახა ტაქსი და უთხრა, რომ რა ხუდუშაურის კლინიკაო, წადი სახლშიო. და გამოიძინა და კარგად იქნებიო. ჩემი შვილი არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ვიღაცისთვის რამე დაეწალებინა, თან მიხვდა რატომაც ეუბნეოდა, იმიტომ რომ იმაში ეშინდა, რომ სადმე იქ ტელეფონის ამოღება არ მომდგარიყო და მისი კვალი არ გაშერებული იყო და ამიტომ არ უნდა მისი კლინიკაში მოხვედრა. ამიტომ ჩემმა შვილმა უთხრა მას, რომ დედაჩემი წევს ხუდუშაურში და დედაჩემს ვნახავო. ხო და ესეც საიდან ვიცი, იმიტომ რომ თვითონ მეუბნება მომატყუაო, რომ დედაჩემი ხუდუშაურში წევს, ისე უნდა ხუდუშაურში გადასვლაო, ესეც კი მომატყუაო და მე ვთხარია, რომ არანაირი ხუდუშაური წადი დაწეკი სახლში დაიძინა, გამოიღვიძე ნაკაპი, რა უფლება აქვს მაგას ვიღაცებს რამე უთხრას. ხო და ასე რა ქვია. და ტაქსის წოსაც იგივე უთხრა, ნასვამი არისო, შეიძლება ჩაეძინოს მანქანაშიო და არავითარ შემთხვევაში კლინიკაში არ მივიყვანათო. მე რამდენადაც ვიცი, ეს გამომძიებელთან დაფიქსირებული აქვს ტაქსის მძღოლსაც. მე რომ დავრეკე მის ტელეფონზე ტაქსის მძღოლი იდგა უკვე ჩემს სახლთან სადღაც 10 წუთის მანძილზე. ჩავედი თუ არა, როგორც ვიყავი სპორტულებით, ჩუსტებით, այսევე ჩავედი და მე ვთქვი სასწრაფოდ წავიდეთ კლინიკაში. თქვა ამ დროს რეკას გიორგის ტელეფონი და რეკას ეს ვარიკა. მოკლედ ამას ნარკოდილერი მეუბნება, რომ თქვენოვი ხართო მე ვთქვი გიორგის დედა კლინიკაში გადამყავსო. რა უნდაო მაგასო კლინიკაშიო, სახლში აიყვანეთო, არანაირი კლინიკაო. თან რაღაცა ისეთი მუქარა შერეული იმით. მე ვთქვი შემდეგ ეკითხებით, ხო გავუთიშე ტელეფონი და სასწრაფოდ წავედით კლინიკაში. და მოხდა კლინიკაში. კლინიკაში მისვლისთანავე, ახლა წარმოიდგინეთ სპორტულად ჩუსტებით მისულ ადამიანს ყურადღებას არავინ არ გაქცევს, რა თქმა უნდა და ვეუბნები, რომ ცუდად არის ადამიანი, უგონოდ არის და სასწრაფოდ იარში შევიყვანოთ, ხო და ესე იგი გამიწელეს საათი, ხო მე ექილის სახელობის გვარსაც გეტყვით, ანმარი კვახაძე. ესე იგი გამოვიდა ესე ვითომ რო აქ არაფერი, ხო და ასე რა ქვია, ხო როცა მოვიცლით გამოვალთო რაღაც მსგავსი. მოკლედ გაგვიანებით შეიყვანეს კლინიკაში. როდესაც მე ნახე, ფერი ქონდა ვარდისფერი. პულსიც ქონდა. უკვე დაგვიანებულზე იქნა რომ კარიბზე ვარახულებდი ვამტრებდი რომ სასწრაფოდ ხალხი გამოდით ვიდრე არ მოხდება პაციენტი მანამდე არ შეიყვანდა და ბოლო-ბოლო რო იკადრეს გამოსვლა. და შეიყვანეს უკვე მწვანე ქონდა. რეალურად ფორმა არში ყველაფერი წერია დაუსუსტებელი, ესე იგი,
გულის გაჩერება დაუსუსტებელი, კომა დაუსუსტებელი, გამოდის ექიმიდან მეუბნება 9 საათის მკვდარია და CPR-ს ვაკეთებ. ალბათ მომეთხარი ექიმი 9 საათის მკვდარ CPR-ს ვინ მოკეთებს მეუთხარი. არ გადამრიგოთ ახლა 5 წუთის შემდეგაც არ გეთდება ეგ თქო. რეებს მეუბნებით მეუთხარი. მოკლედ ძალიან დიდი უყურადღება გამოიჩინა საავადმყოფო მე არც ის მithავს რომ თქვა კოლეგა იყო არაფერი უბრალოდ გაწარებული ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ადამიანი რომელსაც უგონოთ მიიღო საავადმყოფოში იქ საავადმყოფო იმას ყურადღებას არ მიაღწევს ასე სუწუთებით გული გაუჩერდა არც წერია კარგავით რა პროცედურები იყო ჩატარებული იყო პროექტები და ასე შემდეგ მერე ეს რო გაიგო იმ ბაშკატონმა ნარკოდილერმა რომ მე ტელეფონი დავდეხე მისი ნომერიც ვიცოდი და ყველა ვერი გადარიცხვების და იმის შესახებ მობრძანდა და პირველი რაც მითხრა ის არის რომ მამა ჩემიო პოლიციებიაო და მოკლედ პოლიციამ კრიშავსო რა რაღაც მსგავსი წაილუყლუყა Abi, მაგის შემდეგ მეუბნება ხა თოს არ ვიტყობიან შეუშინები ვარ და არ უთქავს რომ მოკლავო ამ რაღაც ასეთი, მაგრამ სხვაზე მეუბნება რომ იმას რა გონიაო მე მკვლელობასაც წამსვლელი ვარ. და მე ვთქვი შეგაგონია ხოლმე რომ სიკვდილი ჩემაშინებ უკვე მოდარ ადამიანს თქო. ყველა ინფორმაცია პოლიციას გადაცემული აქვს. სხვადასხვა შეხვედრა მქონდა მე გამომიწოლე გამოძიებელი რომელიც არ მომეწონა. იმიტომ რომ ტელეფონის ნომერიც ვერ ჩაიწერა ადამიანის ამიტომ ხა სკოლების დასახელება მომიჩი და საქმე შემდეგში შემოხდა პოლიციაში მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყურადღებისათვის მოსმენისთვის და ასე შემდეგ მაგრამ ასევე მინდა დავუსვა შეკითხვა რატომ არ არის ეს ნარკო დილერი დავით დაგვარითქვი დუშმანიშვილი თორნით დუშმანიშვილი წერია რატომ არ არის დღემდე დაკავებული რატომ არ არის მისი ტელეფონი ამოღებული რატომ არ არის გაშიფრული რომ არა მხოლოდ ჩემი შვილის მიმართ არამედ სხვების ცვებსაც ბევრი გადალიცხული ექნება და გაკეთებული მისთვის და შეიძლება სხვებიც ასევე არიან გარდაცვლილები იმ საშინელი რაღაც პრეპარატით რაც ახლა შემოდანილია საქართველოში და დიდ ახალგაზრდები გავაფრთხილო ამის შესახებ კონკრეტულად პრეპარატის ქიმიურ შემადგენლობას და ასე შემდეგ როგორც გითხარით ექსპერტისა და აპრეც ისე ვიმეორებ და გამეორებ ბარს სიკვდილის არეშია ერთადერთი რასაც ვითხოვ სახელმწიფოსგან რომ დაიცვან ჩემი ნაბოლარაშვილი რომ ნაბოლარაც არ მომიტოვა და ვითხოვ ჯერ აი ამ ადამიანის დასჯას კონკრეტულად ვისი მტკიცებულებებიც არის ამ წამლებთან დაკავშირებით გასაღებაზე და მე მთელი ჩემი ცხოვრება მოვანდომებ ყველა ასეთი ნარკოგამსახებლის სრული სიმკაცრით, კანონმდებლობის სრული სიმკაცრით დასჯას. ამასთან მინდა გითხრათ, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ დაცულები, მათ არ უნდა შეექმნათ წამების მდგომარეობა და დისკომფორტი. ამაზე ცალკე ვფიქრობდი და ცალკე ვფიქრობ იმასაც, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი თუნდაც დეტოქსი, რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია და რაც არ ხერხდება რესოციალიზაცია. ამაზე ცალკე ჩავწერმერი ვიდეოს იმ გეგმებს და გეგმებიც მაქვს ამასთან დაკავშირებით. დღეს ძირითადად მინდოდა მხოლოდ ის მეთქვა, რომ ჩემი შვილი არ იყოს ედოზირებით გარდაცვლილი. მას ჰქონდა მიღებული თავისი ცოდნით 2 ლირიკა, სინამდვილეში ის 2 პრეპარატი რაც იყო კიდევ მეორე დადგინდება და ძირითადად მისი სიკვდილი დადგა იმის გამო, რომ ნარკო გამსაღებელმა არ მოისურვა მისი კლინიკაში გადაყვანა და ყველაფერი გააკეთა ამისათვის, რათა სადმე მისი სახელი არ გამოჩენილიყო და ამასთანავე ისევ მინდა გავიმეორო, რომ მართლა ყავს თუ არა ფარველი პოლიციები ამის დადგენა მინდა და რა თქმა უნდა პოლიცია და ის ადამიანები ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობენ რატომღაც მაქვს ამისი განცდა და იმედია რომ ეს განცდა არ გამიცვლდება ამ ახალგაზრდას რაც შეიძლება მალე დააპატიმრებენ რომ სხვა შვილები მაინც გადარჩნენ დღეს ხვალ ზედ ყოველდღე შეიძლება კიდე ახალი მსხვერპლი დადგეს რომელი ერთი ფაქტი უნდა ვთქვათ და ეს არ დაწყებულა ხალხო გუშინ და გუშინწინ და როცა დაიწყო ჩვენ ეს არ ვიცით რომელ წლებში დაიწყო ეს ალბათ ადამ და ევადან მოდის ეს წამლის რაღაცეები
მაგრამ ასე მასიურად ერთ პატარა საქართველოში. მაშინ როდესაც ამდენი ხალხი ყავს ემიგრაციაში, ემიგრანტი, რომლებიც უკან ან დაბრუნდებიან ან არა. და იქიდან კიდევ ბევრი რომლებმაც ვერ იფშოვეს სამსახური, ვერ ნახეს თავშესაფარი. ვერაფერს ვერ აკეთებენ. მე მყავდა ერთი ოპერატორი, მის გვარსახელს არ ვასახელებ, ოპერატორი, რომელიც გაიქცა ეგონა რომ თურქეთში წავიდოდა ემიგრანტად და აყვავდებოდა. და როდესაც ის ნახეს იქ თურქეთის საზღვარზე რომ გადახვალ პირველი რაღაც თურქული სოფლები რომ არის, აი იქ ნახეს მაპატიე და ანუ ჩასვრილ გაუბედურებული აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. რამდენი ასეთი ადამიანი გვეღუპება. მერე პატიმრების თემა, რამდენი პატიმარი ყავს. ზოგი უდანაშაულო, ზოგი სუბუქი საშელი, თუნდაც ირაკლი დოკვაძე რომელი ნარკომანი მეეგ მყავს, ან რომელი დამნაშავე მეეგ მყავს, საქართველოს სიყვარულ შეწირული ადამიანი. რომლის გვარის და სახელის გაგებაც კი არ უნდა ყოველ დღე ამაზე ვსაუბრობ. ყოველ დღე, ყოველ გადაცემაში ჩვენ ირაკლი დოკვაძეზე გვაქვს საუბარი. ირაკლი დოკვაძისნაირი ადამიანები გვჭირდება ჩვენ ახლა. იმისათვის რომ ვიღაცა მამაძაღლებმა, რომლებიც დამნაშავეები არიან ერისა და ქვეყნის წინაშე, პასუხი ააგონ იმ ახალგაზრდების სიკვდილზე, რომლებიც დღეს ცოცხლები კი არიან, სუნთქავენ, მაგრამ აბა ნახეთ ქუჩებში რო ყრიან. ზოგს ფეხები რა დღეში აქვს. ზოგი საერთოდ რანაირად გდია ჯერ მარტო თბილისის ქუჩებზე რო ვილაპარაკოთ. რომელი სიტუაციაც მე და ჩემმა მეუღლემ შემთხვევით ღამის კლუბთან რო გავიარეთ ზაფხულში და მე იქ ახალგაზრდობა ვნახე დაცემული და პოლიცია იქვე იდგა, პატრული იქვე იდგა და არა გვაქვს უფლება კერძო საკუთრებაში შესვლისო ხალხო. ახალგაზრდა ბიჭები ერთი რო თავით წამოვიდა უკან, გული გამისკდა, მეგონა რომ მოკვდებოდა. აი ძალიან მაშინებს და ეს არის შეგნებული ხაზი და ხალხო იცოდეთ ვინც დღეს რუსთაველზე დგახართ და ერთ-ერთი ჟურნალისტი მყავდათ ცხონებული ის გარდაიცვალა პრეს-პრემიერში და როდესაც ვარდების რევოლუციის დღეს 23 ნოემბერი რომ უბრალოდ უნდა გათენებულიყო ანუ წინა დღეებში მე ჩავკეტე რედაქციის კარი. ეხლა რა გინდა ის დამარქვით რა ქვია მოძალადე და რაც გინდათ ის თქვით სულ ნაკლებად მაინტერესებს. მე ჩავკეტე რედაქციის კარი და ვთქვი, ვინც ახლა აი აქედან გავა და მიიღებს მონაწილეობას ამ გადატრიალებაში, ის პრეს-პრემიერიდან წავა. პრეს-პრემიერი მაშინ ძალიან ქუხდა, არავის არ უნდოდა ამ ჟურნალში მომუშავეს, ჟურნალიდან წასვლა. ერთმა ადამიანმა, ახალგაზრდამ, იცით რა მითხრა, ძალიან კარგი წერალიც და ძალიან კარგი პუბლიცისტიც იყო. ზაზა ერქვა სახელად. და იმან მითხრა აი შენ მე დოპინგი მომეცი და მე არ სადაც არ გავალო. მაშინ ვუთხარი შენთვის კარი ღია და სადაც გინდა იქ წადი. გაფუჭებული იყო უკვე ის ახალგაზრდა ამ წამლით. დოპინგების მიღება არ გინდათ ხალხო. ეს ყველაფერი გათვლილია იმისათვის, რომ თქვენ მოკლან და საქართველოში გენოფონდი აღარ გაძლიერდეს. აი დეტალს მიაქციეთ ყურადღება დეტალს. შენ მე დოპინგი მომეცი და მე ასად არ წავალ. და იგივე ხდება. იქ დოპინგი საშუალება მოიპოვება სამწუხაროდ. მაშინაც მოიპოვებოდა, ეხაც მოიპოვება, მაგრამ ეს ძალიან დიდი თემაა. აფხაზეთში გახდა, კი ბატონო, აფხაზეთში გადაინაცვლა ამ თემამ, ნარკოპოლიტიკა, ნარკოტრაფიკი, ადამიანების გატაცება და გადაყავდათ ენგურს გაღმა. გალში ძირითადად გალი იყო. მეც იქ უნდა გადავეყვანეთ მაშინ. 2005-ში, როდესაც მიშა სააკაშვილს არ დავემორჩილე და არ მივყიდე ჩემი თავიც და ჩემი რედაქციაც. ამიტომ 9 წელი მე აი ასე 50,000 დოლარი მოითხოვა იმისათვის რომ ვითომ თავში კიბო გაუჩნდა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ძალიან ცნობილი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი, პოეტია. მეორე ქალბატონი მანანა, რომელიც მიშა სააკაშვილის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა და სასამართლო, რომელიც 2005 წლიდან 2010
10 თუ 11 წლამდე გაგრძელდა და რომელიც რა თქმა უნდა ჩემი დამარცხებით დამთავრდა. მოდავეები მყავდნენ თურქული ლოკანტები, რომელსაც ქართული მხარე ფარავდა და ლობირებდა. მოდი აუხსნათ მაყურებელს რას ნიშნავს ლოკანტები. კი ბატონო, ლოკანტა საერთოდ სიტყვა ნიშნავს კაფე-ბარს, სასადილოს, სადაც ლოკანტა იმიტომ გვაშინებს ეს სიტყვა. სადილთან ერთად? სადაც მუშაობენ პატარა გოგონები, რომლებიც გათვლილები არიან თურქ მამაკაცებზე. ანუ ამას გეუბნებით კიდევ სანამ დაიხურებოდა ჩემი ჟურნალი პრეს პრემიერი, რომელიც ისე თქვა ეს ლოკანტის მეპატრონეები თურქები რაზე გედავებოდნენ? რაზე მედავებოდნენ და მორალური ზიანის მიღებისთვის გიგლა ესწრებოდა ყველა ამ პროცესს. ასევე მედავებოდნენ იეღოველები და არ დამავიწყდება ინტერნეტში ზეპირად მახსოვს ციტირებას გეტყვით. ჟურნალ პრეს პრემიერის მთავარი რედაქტორი ქეთი სესიაშვილი თამაშობს ტოლერანტის როლს, სინამდვილეში ის ებრძვის ისეთ რელიგიურ უმცირესობებს, როგორიცაა 50-იანი იეღოვა და 50-იანელები. გიანოდია. იცით მარქს, თანამედროვე მარქსი თუ გახსოვთ ესეთი. იცით აი ეგენი ითხოვდნენ $20,000 მორალური ზიანისთვის. როდესაც ჩემ ადვოკატმა იკითხა რედაქტორი ითხოვდა 50,000. რედაქტორი ერთ-ერთი ლექსის ავტორი, რომელი ლექსიც მე ეს დაიბეჭდა კიდე ჩვენი რედაქციის ბოდიში, იმიტომ რომ ეხლა მე ყველა პოეტის ლექსს ნამდვილად არ ვიცნობ და რომელი გალაკტიონი ყავდა ხა. ხო და მე თვითონაც წერ ლექსებს და აბა ჩემი ლექსები ყველა მზეპირად თქვით, აბა ვერ იტყვით ხო? ბუნებრივია და ჩემთან მოიტანა თინა მაისაშვილმა ახალი მოსული იყო ჩემთან რედაქციაში და ისე მოხდა რომ სარვამარტო ნომერში მე ასე ვიცოდი ხოლმე პრეს პრემიერელები კულისებს მიღმა. ანუ ვინც რა შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩეოდა იმას ზოგი ლექსებს წერდა ზოგი მოთხრობებს და ახალისება იყო თანამშრომლებისთვის ესე. თინა მაისაშვილმა მომიტანა რაღაც ლექსი, აღარ მახსოვს რა ლექსი იყო და ბატონმა პაატა ნაცვლიშვილმა აღმოაჩინა რომ მეორე დღეს ეგრევე დაირეკა ნომერი რომ გამოვიდა და თქვა რომ ეს ლექსი ჩემია. უბრალოდ მან დაარეკინა ვიღაცას. მე მგონი მანანა კარტოზიას თუ არ ვცდები, იმიტომ რომ მანანა კარტოზია ერთგულად ედგა გვერდით და ითხოვდა პრეს პრემიერის გაუბედურებას. პრეცედენტი უნდა ყოფილიყო მისი დახურვა. მაშინ როდესაც თინა მაისაშვილის გვარი სახელი, მისი ავტორობა, მისი ფოტოთი ფიქსირდებოდა. ეხლა მე თინა მაისაშვილი რა ლექსებს წერდა, მე სიმართლე არ ვიცი, ეს რა სიმართლეს ვერ გეტყვით ამის თაობაზე რამდენად მართალი იყო ის თავის პოეზიაში, მაგრამ ლექსი თითქოს რაღაცნაირი მომიჩვენე, მე უთხარი შექსპირის გავლენა ეთყობა შექსპირის სონეტების მეთქე, ცოტა ისეთი ტკივილიანი ლექსი იყო. აღმოჩნდა პაატა ნაცვლიშვილის ჩვენ რა თქმა უნდა მომავალ ნომერში მოვუხადეთ ბოდიში ბატონ პაატას და მივართვით კიდეც სახლში ნომერი რომ ბოდიში იქნა რედაქციაში ცნომაში შეიყვანა თინა მაისაშვილმა რომელიც აღმოჩნდა შემდეგ უშიშროების ოფიციალური აგენტი და სწორედ დაიწყო მერე უკვე პრეს პრემიერის დევნა რადგან ქეთი სესიაშვილმა უარი თქვა სულის გაყიდვაზე ეს ხდებოდა მიშა სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ მე აქვე გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი არასოდეს შორს არ ყოფილა, თუნდაც იგივე მიშა სააკაშვილისგან, რომელიც ძალიან საყვარელი ბიჭუნა იყო ედუარდ შევარდნაძისა. და რომლის ბიძაც ძალიან საყვარელი მეგობარი იყო ედუარდ შევარდნაძისა. ასე რომ აი ამის დამადასტურებელი ამბავი მაქვს მე აი აქ ერთ-ერთ ჟურნალში აი აქ სადაც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ მაქვს დაწყებული და მე ვეღარ განვაგზე, იმიტომ რომ ჟურნალი დაიხურა. მე ხელთ მიყვირია კეთი ახლა პრეს პრემიერის 9 წელი დაიხურა. პრეს პრემიერის ბოლო ნომერი, ერთ-ერთი ბოლო ნომერი აქ არის. აი ეს არის ბოლო ნომერი, კი ბატონო. აქ მიწერია მე მგონი თუ არ ვცდები ბუშის ვიზიტზე, რისთვის იყო ჯორჯ ბუში ჩამოსული უმცროსი საქართველოში. მიშა სააკაშვილის დროს. ეს მინდა ახლა ეს ნომერი. კი ბატონო. ვაჩვენო უკვე 56 ნომერია 2005 წლის 6/07, ანუ 6 ივლისს
აი ეს არის ბოლო ნომერი. კი ბატონო, სამწუხაროდ. ამის მერე პრესპრემიერის გამოცემა შეწყდა, შეჩერდა. მე ვფიქრობ, რომ იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მოახერხებს კეთი ამის იმას, მაგრამ იყო უამრავი ისეთი პუბლიკაცია, ყველა ნომერში იყო თითო პუბლიკაცია ისეთი, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების ჩინებულ ნიმუშს წარმოადგენდა თავისი შემდგომი რეაგირებების მიხედვით. აი მარტო ერთ ნომერი მომხვდა ახლა ხელში, ეს არის ინვალიდი ნომერი, ასევე ძახი. პრესპრემიერის ეს უნიკალური ნომერი, რომელიც გახლავთ 39 ნომრით და 10.07, ანუ 2004 წლის 10 ივლისს არის გამოცემული, დაბეჭდილი. და აქ არის აი ნახეთ სათაური როგორ ატარებენ დროს, ნუ ჯერში პატიმრები გუბერნსკის ციხეში და აი ის წამებები, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება, ახალმოსული ხელისუფლება უკვე მიმართავდა და ნერგავდნენ ამ საშინელებებს, ეს ყველაფერი ქართულ მედიაში იწერებოდა. ოღონდ თქვენ იცით ის ეგრეთ წოდებული ციხის კადრები, რომელმაც პრაქტიკულად ის 2012 წლის ამბები გამოიწვია და იმ არჩევნებში ნაც რეჟიმის, აი ნაც ჯალათების სისტემის დამარცხება, მაგრამ აი ერთი ჯერ კიდევ 2004 წელს მხოლოდ ფაქტებს თავაზობს კეთი თავის კითხველს უკანონო დაკავებები და დაკავებულთა წამებები, აი მთელი ორი გვერდი აქ და მე ანუ ციკლის სახით აძლევდა ამ ყველაფერს და გძლება შემდეგ ნომერში მითითებული და მე ერთი 20 რიგით ანუ ნუმერაციის მიხედვით აღეს მხოლოდ შიშველი ფაქტები აქვს ჩამოყალიბებული, ის ჩამოყრილი კეთის და ეს 26-ე, აი რიგით 26-ე ფაქტი მინდა აგიკითხოთ თუ გვაქვს ამის და ამით ჩვენ პირველი თემა მოვუწევთ. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. 26-ე ფაქტი. არა და რამდენი 2004 წლის 24 მარტს დილის 7 საათზე ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში ნიღბიანი სამართალ დამცველები შეიჭრნენ სუბიდარ ბათირაშვილის საცხოვრებელ სახლში და მას და მის სამივე ვაჟს კონდახების ცემით მიაღენეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. სამართალ დამცველთა განცხადებით ისინი ეძებდნენ ვინმე ჩეჩენ ალიხანს, როდესაც გაირკვა რომ არავითარი ჩეჩენი იქ არ იყო და ალიხანის ზემოთ დასახელებული ქალბატონის ერთ-ერთ ვაჟს ერქვა, მათ სამივე ნაცემი ვაჟი ახმეტაში წაიყვანეს, ნაცემი დედა სუბიდარ ბადირაშვილი, რომელსაც მესამე სტადიის სიმსივნე ჰქონდა, უგონო მდგომარეობაში სახლში დატოვეს და სისხლით მოსვლილი იატაკი და კედლები წყლით მოარეცხინეს. ამას უყურებდა კივილზე შეკრებილი რამდენიმე ათეული მეზობელი, რასაც ისინი საკუთარი ხელმოწერით დადასტურებენ, არსებობს დაზიანებულ პირთა სამეცნიერო შემოწმების დასკვნებიც, ასლებიც, შემდგომში თავგატეხილი ორი ძმა ახმეტის პოლიციიდან გაანთავისუფლეს, ხოლო მესამე ალიხანი, რომელსაც თურმე ნარკოტიკებით ვაჭრობაში სდებდნენ ბრალს, პოლიციის განყოფილებაში დატოვეს, ყველაფრიდან ირკვევა, რომ სამართალ დამცველთა მხრიდან ასეთი სისასტიკისა და არაადამიანური ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. რამდენი ესეთი ფაქტია ძირფასო მაყურებლებო, აი ესეთ ნომერში და ნახეთ ეს ნომერი რო იბეჭდებოდა შეიტყო, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ჟანდარმერიამ, სტამბას ეთყობა დაემუქრენ და ეს სხვა სტამბაში დაიბეჭდა განსხვავებული ლოგოთი და განსხვავებული ჩუმად იქნა გადატანილი, ჩუმად იქნა ისა. ეს ერთ-ერთი ისტორია, ვთქვათ, იმ აი ამ 56 ნომრიდან, რომელშიც მე ვიტყოდი, რომ მინიმუმ 56 ბრალდებაა წარდგენილი სააკაშვილის რეჟიმის გასასამართლებლად და მარტო ეს დამსახურება ეყოფა კეთის ესეაშვილს და მის პრესპრემიერს ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში და მომავალი ქართული ჟურნალისტიკის მემატიანე ამ ჟურნალს და მის თავ რედაქტორს გვერდს ვერასოდეს ვერ აუვლის. მადლობა კეთი, მე ვიცი რომ შეიძლება რომ ერთი რაღაცა პატარა მარტო ქვეთავები მინდა ამოვიკითხო, მეტი არა. კი ბატონო, ამოიკითხე და ეს თემა დავამთავროთ. და დავამთავროთ, კი ბატონო. მე მაყურებელს მინდა უთხრა რომ აი მართლა ძალიან მღელავდი დღეს აი როგორც არასდროს მე პირველად არა ვარ რესპონდენტის როლში, მაგრამ რაღაცნაირად ნერვიულობდი, იმიტომ რომ საიდან დამეწყო თემები, როგორ დამეწყო არ ვიცოდი. იცით რამდენი რაღაცა არის სათქმელი? ძალიან ბევრი და მე ბატონო გიგლა მე მინდა რომ ჩვენი ტელევიზიის მეშვეობით მადლობა ვუთხრა ბატონ მამუკა ხუბუას.
აუცილებლად და ქალბატონ ნინოს, რომლის გვარსაც არ ვასახელებ. და რატომ? დადგება დრო, როდესაც მე ოფიციალურად მივმართავ სასამართლოს, შევიტან მოსარჩელე ვიქნები. და შესაძლოა პროკურატურასაც მივმართო, ოღონდ იცით რომელიც იქნება ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული ხელისუფლების სასამართლო და პროკურატურა, სადაც მართლა განიხილავენ ამ საქმეს, იმიტომ რომ ჩემი ეს 9 წლიანი დუმილი და ჩემზე ამდენი ზეწოლები იმისათვის რომ მე სიმართლეს ვლაპარაკობდი, არ უნდა დარჩეს რეაბილიტაციის გარეშე. მე თუნდაც ცოცხალი აღარ ვიყო, აუცილებლად დავტოვებ ანდერც იმისათვის, რომ მე მე ჟურნალისტი კეთი სესიაშვილი, ჩემი მოღვაწეობის და გამო ვიქნე უკანონოდ დასჯილი აი ეს კეთი სესიაშვილი, ვიქნე აუცილებლად რეაბილიტირებული. Იმიტომ რომ საქართველოში აუცილებლად უნდა და არა მარტო საქართველოში, ჩვენ იმიტომ გვქვია ჟურნალისტები, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ მართალი. პრინციპი ერთს მასწავლის და რეალობა, რაც დღეს აი ამ ქაოტურ ადგილას არის განვითარებული, მეორეს აჩვენებს. და მამუკა ხუბუაკი იმიტომ ვთქვი, რომ როდესაც მე 2005-ში ძევლად ვიყავი ზუგდიდში აყვანილი, იქ მე ჩასული ვიყავი, აი ეს ბოლო ნომერი ჩემი საწავი და ეს არის ბოლო ნომერი ჩემი აი ეს შალვა ფონიაზე და საერთოდ ფონიებზე და ადამიანის გატაცებებზე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი თემები არის აქ მოყვანილი და ამ გამოძიებაზე როლანდ ახალაიასთან და ადგილზე უნდა ჩავსულიყავ მეორე მხარესთანაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჟურნალისტური გამოძიება ორივე მხარეს გულისხმობს, ბუნებრივია. მე იქ ამიყვანეს მძევლად. ჩემს ორ ჟურნალისტთან ერთად. და მაშინ როლანდ ახალაია იყო სამხარეო პროკურორი. დიახ, და გიგი უგულავა უკვე წამოსული იყო გუბერნატორობიდან და მის ადგილას იყო გოროზია. და გოროზიამ გაათავისუფლა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ქალბატონი, ის ქალბატონი მზად არის რომ მე მომცეს ინტერვიუ და მე თვითონ ნერვიულობ მასთან შეხვედრას. ქალბატონი ნინო, რომლის სახლშიაც ბჭყალებში ვიყავი დაპატიმრებული. ჩემი ერთ-ერთი საკუთარი კორესპონდენტის, ან გინდათ სპეცკორესპონდენტი დავარქვათ, ნანა ფიფიას მხრიდან. იმის სახელს და გვარს იმიტომ ვამბობ, რომ ნანა ფიფია დღეს გარდაცვლილია და მან თავი დაიწვა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში 2008 თუ 9 წელს აღარ მახსოვს და ერთ-ერთმა მამაომ თქვა ის, მან დაიმსახურა ის, რაც იყო გამეტებული შემთვის. მე ზუგდიდი თბილისის მატარებელში, მე-9 ვაგონში ცეცხლში უნდა დავმწვარიყავი, ასე იყო გათვლილი, მაგრამ მანდაც პატიოსანი ზუგდიდელები, რა თქმა უნდა, ბევრნი არიან, მადლობა მათ და ერთ-ერთი მეგრელი, მადლობა მას, ბატონ მამუკა ხუბუას და ქალბატონ ნინოს, რომლებმაც უკვე ვეღარ აიტანეს ჩემი ამდენის და როდესაც თურმე აფხაზეთში გადავყავდი, ნანა ფიფიას მეშვეობით. ბატონი მამუკა მოვიდა ჩემთან და მან არ გამიშვა. ეს როგორ და რანაირად იყო ეს სხვა გადაცემაში, იმედი არის მე თუ ცოცხალი დავჭი ბატონი გიგლა აუცილებლად დამითმობს ეთერს, იმიტომ რომ ეს უნდა ვთქვა, მაგრამ ამას ვიტყვი ეკრანზე და ოფიციალურ სახეს. მხოლოდ მე მივცემ, როდესაც მოვა ეროვნული ხელისუფლება. და კიდევ ერთ ეს თემა ამოვწუროთ მაშინ. ეხლა ისეთ სერიოზული რაღაცა თქვი, რომ მე ამას ისე ვერ გაგიტარებ ერთ ვარიანტში. ვინ არის ბატონი მამუკა ხუბუა? ბატონი მამუკა ხუბუა არის ეროვნული ადამიანი. წარმოშობით რა თქმა უნდა გვარიდანაც ხვდებით რომ მეგრელია. იგი იყო გამგებელი. ეცეთ მამუკა ხუბუა ყველა მიცის რა და მოდი არ გვინდა ასე დაკონკრეტება, კარგი? არა, მე აქედან მინდა მიმართო ბატონო მამუკა. მან მიმართეთ ბატონ მამუკას აუცილებლად. მე ხა ძალიან სერიოზული ბრალდება გამგებელი იყო ის. ხო, ბრალდება მოვისმინე გარკვეული უწყებების და პირების მისამართით და აქვე თქვენი ვაჟკაცობის და გმირობის მაგალითიც მოვისმინე თქვენ თუ არ იქნებით წინააღმდეგი მე მზად ვარ დიდ გარღვევაში გიმასპინძლოთ, გისტუმროთ და გავხსნათ ბჭყალები და ვილაპარაკოთ მე წლების შემდეგ განარჩენი კი ბატონო, მე წლების შემდეგ ბატონმა ლოთი ქობალიამ, რომელიც ჩემი რესპონდენტი გახლდათ, არაერთგზის წლების შემდეგ მოახდინა შეხვედრა ჩვენი. მე არ ვიცოდი, ვინ გადამარჩინა მაშინ.
ან რა მელოდებოდა, იმიტომ რომ მე მეგრული არ ვიცი და არ მესმოდა. და მაშინ ბატონ მალოთიმ დაგაკავშირათ ერთმანეთს. არა, მაშინ არ დაგვაკავშირა, წლების შემდეგ. უკვე როცა პეკატივი იყო. ჩემი მიმართვა ძალაში აქეთი, ეს დაიმახსოვროთ თქვენ გექნებათ მისი კოორდინატები მიმართ. მე მზად ვარ ამ კაცს ამოვათქმევენ, თუ მას სურვილი ექნება ამისი რა თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ რომ ექნება და აი სათაურებს კი ბატონო და ერთი კიდე რაღაც მინდა ვთქვა, აი იმ ქალბატონ ნინოსთან, რომელთანაც მე სახლში ეგრეთ წოდებულ დაპატიმრებული ვიყავი, ჩამორთმეული მქონდა ყველაფერი, აბსოლუტურად გაძარცვული ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი ჟურნალისტები ქუჩაში გაძარცვეს. ანუ წართმეული იყო ყველა ტექნიკა, მობილურები, ფული არ ქონდა, ჩვენ არაფერი არ ქონდა და 10 დღის მანძილზე თუ 12 დღის მანძილზე ჩვენ ვიყავით ძალიან მძიმე მდგომარეობაში და სწორედ ქალბატონმა ნინომ მოაყერღა არ მინდა ახლა არ ვიცი თქვა თუ არა მისი გვარი ერთი ძალიან კარგი ზუგდიდელი კაცის მეშვეობით რომელიც გვარის ფუძე არის ჩემი გვარი თითქმის ლაშხია მე სინამდვილეში ჩემი დიდი წინაპრების გვარი თუ არ ლაშხია გადასული შემდეგ ლაშხეთში ლენტეხში ასე რომ მაქვს მე ეს სისხლიც და წინ რო რაღაცა გარკვეული ასოე ბგერები დაუმატოთ ეს ადამიანი არა მე არავის არ მიმსგავსები გიგლა და ნამდვილად არ მინდა თორე მე რომ დავიწყო კი ბატონო მე რომ წინაპრებით დავიწყო ძალიან აქაც ძალიან დიდი სენსაცია იქნება და ამიტომ მე არავის არ მიმსგავსები და არასოდეს არ დავიმსგავსები და აქვე მინდა ისიც ვთქვა რომ არ ჩემი ტელევიზია არა გავს ჩემი ბუნებიდან გამომდინარე და ჩვენი ბუნებიდან ვინც აქ მოღვაწეობთ გამომდინარე არც ერთ ტელევიზიას, ამიტომ ჩვენ კონკურენტი არ აყვავს. და რაც შეეხება ნანა ფიფიას, მას უნდა აეღო $1500 ეს იმ ქალბატონი ნინოსგან იქნა ცნობილი, ჩემთვის, ოღონდ აქამდე ხმას ვერ ვიღებდი, იმიტომ რომ ქალბატონი ნინო ამბობდა, რომ მე თუ ამას ვიტყოდი, ის არ დამიდასტურებდა. მაგრამ რადგან მოისურვა ჩემთან ინტერვიუზე წამოსვლა, და მე გიგლას ვთხოვრობ, მე მარტო ნამდვილად ალბათ შემეშინდება იმ ამბების გახსენება, მე მინდა რომ ჩვენ ერთად წავეყვანოთ ეს ინტერვიუ. ნანათან ხმა მის? ნანა გარდაცვლილია. ნანა კი არა. ნინო, ქალბატონი ნინო. და ნანა ფიფია $1500 იღებდა. ჩემი მკვლელობა დავალებული ქონდა. ეს კონტრაქტი იყო თურმე გაფორმებული და ინახებოდა იმ ოთახში, სადაც მე ხო უჯრებში ქექვას არ დავიწყებდი. სადაც მე და ჩემი ორი ჟურნალისტი ვიყავით მძევლობაში. და სამწუხაროდ ეს მართალი აღმოჩნდა და მე აბაშის პოლიციის უფროს ქონდა დავალებული მაშინდელ უფროს ქონდა დავალებული ჩემი მკვლელობა. და ამაში ეს ხდება 2005 წელს, დიახ. ნაცების რეჟიმის დროს. კი ბატონო. მოკლედ, ეს არის ერთ-ერთი ნომერი, სადაც მე ვიძლევი ინტერვიუს და დღევანდელობასთან აშკარად მისადაგებულია და მარტო ქვეთავებს ამოვიკითხავ. ეს არის რუბრიკაში გვისმენთ ხელისუფლება, ანუ პეკატივის არ არის. მე პრესპრემიერიდან გადმოვიტანე ყველა ჩემი რუბრიკა. და ასე იწყება ფრთხილად რედაქტორო სიმართლის ასინჯი აპარატი ჩართულია თქვენ იტყვეთ სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს და მე ვამბობ სიმართლეს საქსაუბარია სხვადასხვა თემაზე არის ეკლესია და სახელმწიფო მე ვამბობ ქვეთავებს ვკითხულობ მხოლოდ მე როგორც რიგითმა მართლმორწმუნე ქართველმა ვიცი რომ პატრიარქის გზა ნათელია და ჭეშმარიტი შემდეგი ქვეთავი მთავრობის მიერ თამაშ შემოთავაზებული ეგრეთ წოდებული ეროვნული სულების ამჯერა დღევანდელობასაც მიესადაგება შემდეგი რეტრო და რეალობა დღევანდელმა სამინისტროებმა მამისგან მემკვიდრეობით სიმახინჯე მიიღეს შედეგად შვილი მეტად დეფექტიანი აღმოჩნდა ანუ ისევ განათლებაზე ჩვენ შემდეგ ბლოგში ალბათ განათლება შევეხებით და ძალიან საინტერესო ის ბოლო ლუკმას შემოვინახავ ამას მე დღეს პოლიტიკოსები ბჭყალებში განდაგანას ცეკვავენ ანუ გადადიან აქეთ იქით ჯერ კიდევ 2004 წელს წერდი მე იკვეთება კი დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა მაშინ სვამდე კითხვას ამ სიტუაციაში გაუგებარია საზოგადოებრივი ტელევიზიის ჩამოყალიბება იმიტომ რომ მე ძალიან გამიკვირდა რატო დაერქვა საზოგადოებრივი მაუწყებლობა და ასე შემდეგ მაგრამ ყველაზე მსუყე ლუკმა განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმაც შევარდნაძის ეპოქაში მზადდებოდა ჯერ კიდევ 1998-19 წლებში წერდი თბილისის რამდენიმე სკოლაზე სადაც მე-6 კლასიდან ზევით მოსწავლეებს კონტრაცეპტივები და ორსულობის საწინააღმდეგო აბები ურიგდებოდათ და კიდევ ერთი ბარემ რომ მოკლედ ვიტყვი ამ ინფორმაციას აგერ არის
ჩემი პირველი ნომერი, სადაც მე მაღალჩინოსანი ქალბატონის სახელად მერი გარდაცვლილია ის ქალბატონი და მას არ დაუმალავს ჩემთვის ეს სახელი, შესაძლოა სხვა სახელიც ერქვა, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები, ესეთი მაღალი ჩინები თანაც გასაიდუმლოებული სამსახურებისა, ისინი თავიანთ გვარსახელებს ნამდვილს არ ამბობდნენ, მაგრამ ეს ქალბატონი რადგან სიკვდილის წინა პერიოდში იყო, მან თქვა რომ მე ინტერვიუს მივცემ მხოლოდ და მხოლოდ ქეთი სესიაშვილის და მიკავშირდა მე მაშინ მწვანე ტალღაზე ვიყავი რადიოში მიწვეული ლევან გახელაძესთან და ამ ხმით ამ ქალბატონმა მოითხოვა რომ ქეთი სესიაშვილს მიცემდა მხოლოდ ინტერვიუს და მე მივედი მასთან. მან ისაუბრა სპიტაკის მიწისძვრაზე, რომელიც სინამდვილეში იყო თბილისზე გათვლილი, მაგრამ ღმერთმა არინება რომ თბილისი დანგრეულიყო. თუ რატომ პრესპრემიერ საჯარო ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ ნახოთ თქვენი საყვარელი ჟურნალი პრესპრემიერი და ნახოთ 2002 წლის 15 მაისის ნომერი, პირველი ნომერი პრესპრემიერისა, სადაც წერია მიწისგან გაყეყილი მიწის ესა უკაცრავად, როგორ არის მიწისძვრისგან გაყეყილი არა საშინლად გაყეყილი მიწისძვრა. და აი აქ არის აღწერილი ეს ქალბატონი თვითონ კგბ-ს პოლკოვნიკი გახლდათ და მუშაობდა ვაზიანში და წერს თუ როგორ იყო დაგეგმილი და რატომ იყო იცით დაგეგმილი, რომ ეროვნული მოძრაობა, რომელიც ახლად ფეხადგმული იყო კიდევ და კიდევ თბილისში და საქართველოში, ის უნდა ჩახშულიყო. ანუ აი ამ მიწისძვრით ხალხი უნდა დაეშინებინა, მაგრამ ეს რაკეტა მიტრიალდა და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ და სხვაგან აიღო გეზი. სამწუხაროდ დაინგრა სპიტაკი და ლენინაკანი. აი ასე. გასაგებია, მოკლედ. ეროვნულ სულისკვეთებას კლავენ და ვერ მოკლავთ. ვერა. ჩვენი გადაცემის პირველ ბლოკი ამით დამთავრდა. ნარკოპოლიტიკი დავიწყეთ და ზოგიერთ ეს იმხელა თემა ამას. ერთი და ორი გადაცემა რა თქმა უნდა არ ეყოფა, მაგრამ არც შორეულ წარსულში საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მომხდარი ფაქტები, ზოგიერთ ისეთი დეტალი ამოიტანა ქალბატონმა აქეთ სამზეულზე, რომ ეს დაფიქრებას მოითხოვს საზოგადოების მხრიდანაც, ხმის ამოღებას მოითხოვს პირველ რიგში და მკვეთრ მოთხოვნებს მთავრობისადმი, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს საქართველოში. აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიღუპებით აი ამ თეთრი სიკვდილისგან. იგივე ხდებოდა მოკლედ ცხინვალში ეცხო გახსოვთ რომ გადაყავდათ გატაცებული ხალხი, გალში გადაყავდათ, რა ვიცი, ყველგან აი ესე ჩაიკეტებოდა ხოლმე და გადაყავდათ ხალხი. ეხლა მცირე პაუზა, სარეკლამო პაუზა გავიდეთ და გავაგრძელოთ შემდეგი. ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ჩემი შვილი აღარ გაცოცხლდება, მაგრამ იქნებ ყველამ ერთად. სხვებიც გადავარჩინოთ და მინდა შევეხო გორს. ჩვენ ოჯახს კავშირი გვაქვს, ქონდა ყოველ შემთხვევაში გორთან და ძალიან კარგ ახალგაზრდას ვიცნობდი, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მე მხოლოდ ორ ადამიანს დაგისახელებთ. გორის პოლიციამ ბევრად უფრო მეტი იცის. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ნიკნეიმით ვიტყვი კასტეტა და პიცოდა. ეს ორი ადამიანი ყველამ იცის გორში და არა მხოლოდ გორში. თბილისშიც ყველას აქვს ინფორმაცია მათზე, მაგრამ ჩვეულებრივად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. პიცოდა არის ადამიანი, რომელმაც როგორც მე გავიგე, ნემსზე შესვა გორის ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი. კასტეტა ყველაფრის გამსაღებელია. მქონდა მასთან საუბარი, ისევ ჩემ შვილთან დაკავშირებით დავთხოვე, რომ როგორც დედა თქო გეხვეწები და თავადაც რო დაგირეკოს არ გააგონო და მით უფრო შენ არ დაურეკო თქო. რამე თუ უკვე ორი დეტოქსი გავლილი ქონდა და გამოდიოდა მდგომარეობიდან. მაგრამ რა დედა, რის დედა, როდესაც საკუთარ დედას როგორც მოექცა ეს გორელებმა იცის და ახლა მე ჭორაობას არ დავიწყებ. და ყველაფერი ამავე დროს მათ ებატიებათ. რატო?
ხოდა ეხლა მინდა რომ მივმართო გორის პოლიციას. ის ხმები რაც დადის რომ თქვენ კრიშავთ და თქვენთან მოდის იმ თანხის გარკვეული ნაწილი. ეს ყველაფერი რო გააქარწყლოთ, მიხედეთ ამ ორ ახალგაზრდას და მოაშორეთ ეს ორი ახალგაზრდა გორს. მათი ადგილი არის გისოსებს მიღმა. ეს ორი ადამიანი დღესაც კი აწიოკებს როგორც ძველ სტაჟიან ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, ასევე ცდილობენ ჩაითრიონ სულ პატარა ბავშვები, მათ შორის გოგონებიც. ამას არ ვამბობ როგორც იურისტი, ამას ვამბობ როგორც ერთი რიგითი უბრალო მოქალაქე, რომელსაც აქვს უფლება გაიმეოროს ის, რაც ბევრისგან გაუგონია. დანარჩენი უკვე სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა ამ საკითხის გამოძიება და შესაბამისად შემდეგ სასამართლო განჩინება, რომელიც დაადგენს მათ ბრალეულობას ან თქვათ ვერ დაადგენს. მაგრამ რადგანაც ვიცით როგორი სასამართლოც გვყავს, ამიტომ მე მინდა რომ თვითონ გორის მოსახლეობა მოიშოროს ის გარკვეული შიში რაც აქვს და მე მესმის ეგ შიშიც და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის რომ სიმართლემ და სამართალმა ისე იმოს იმისათვის რომ ისევ თქვენმა ჩვენმა სულ ყველასია ეს ჩვენი ახალგაზრდობა რომ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იცხოვრონ და იყვნენ ჯანმრთელები და არ მოექცნენ ამ უნამუსო ნამუსგარეცხილი ადამიანების ზეგავლენის ქვეშ.